რა განსხვავება არის კერძო ბაღებსა და სახელმწიფო ბაღებს შორის? არ მინდა მშობლები ახლა შევაშინო ან შევაშფოთოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მშობელს დავანახოთ კონკრეტული აქტივობა, კონკრეტული ბაღის გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ რატომ სახელმწიფო ბაღები მუშაობენ 10-დან 6-მდე და კერძო ბაღები გვთავაზობენ უფრო დიდ დროის განაკვეთს? ბაღი არის სოციალური განვითარების ადგილი. რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს დედას, ოჯახში ბავშვი არის და, ძმა, შვილი. ეს როლები აქვს და ბაღში ის არის ინდივიდი, პიროვნება და ვითარდება სრულად განსხვავებულად, ხო? რას მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ კარგი ბაღი აირჩიოს და თან იყოს მშვიდად, რომ ბავშვი არის იდეალურ გარემოში და იდეალურ პირობებში. ბაღი არ არის ადგილი, სადაც დროებით ვტოვებთ ბავშვს, ბაღი არ არის ადგილი, სადაც სკოლისთვის ამზადებენ. ბაღი ამზადებს ცხოვრებისთვის. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ დათუკიშვილი, ეს არის საინტერესო და სერიოზული პოდკასტი. ჩვენი სტუმარი არის თეკლე კაპანაძე, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი. ჩვენ შევეხებით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანს ჩვენს ბავშვებს და იმ გარემოს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. თქვენ კი გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა იხილოთ უფრო მეტი საინტერესო და სერიოზული პოდკასტი. მოდი დავიწყოთ შენით, თუ ვინ ხარ, ჩვენ მაყურებელს რომ წარმოვიდგინოთ შენი თავი და დავიწყოთ კითხვით, თუ როგორ მიხვდი, რომ ზოგადად ამ სფეროს სჭირდება დახმარება. მარიამ, მადლობა შეკითხვისთვის და ასევე პოდკასტში მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ეს და მოხარული ვარ, რომ პოდკასტი დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით საბავშვო ბაღებით და ბავშვების განვითარებით. ეს საინტერესო მრავალფეროვანი გზა დაიწყო წლების წინ, დაახლოებით 2016-2017 წლებში, როდესაც მე მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და დაიწყო ეს შეკითხვით, შეგვიძლია თუ არა მსოფლიო შევცვალოთ უკეთესობისკენ. იმ დროისთვის ვკითხულობდი ბრიტანელი პროფესორის ნაშრომს და ასევე ემილი ვარგას ბარონის ადრეული განათლების პოლიტიკის განვითარების გზამკვლევებს და ამ ადამიანების ამდენწლიანი შრომის, 10 წლეულების შრომის შედეგად, როგორ ავითარებდნენ ისინი წარმატებულ ქვეყნებში, იქნებოდა ეს კანადა, ფინეთი, ავსტრალია განათლების პოლიტიკას და როგორ ქმნიდნენ ბავშვზე ზრუნვის სისტემას. ძალიან დამაფიქრა და მივხვდი, რომ ყველაფერი იწყება საბავშვო ბაღიდან და სანამ მსოფლიოს გაუმჯობესებაზე გადავალთ, ჩვენს გარემოში რა შეგვიძლია, რომ შევცვალოთ. 2017 წელს მუშაობდი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესი განათლების პროგრამულ აკრედიტაციაზე და რომ პრაქტიკაში გადმომქონდა ის, რასაც თეორიებში ვკითხულობდი, დავინტერესდი, სად იყო საბავშვო ბაღების სისტემა მაშინ. მე ვხედავდი, რომ პოლიტიკის დღის ცენტრში აქტიურად იყო უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, ზოგადი განათლება და არსად ადრეული და სკოლამდელი განათლება. დავინტერესდი, სად შემეძლო, რომ ჩემი ეს იდეები და ინტერესი დამეკმაყოფილებინა. მაშინ გაეროს ბავშვთა ფონდთან მოვიძიე გარკვეული საკითხები, დავდიოდი ბიბლიოთეკაში, ვეძებდი, ისტორიის ძიება დავიწყე, ანუ თუ ამ დროისთვის არსად ესეთი ახლა თუ ვიცით უკვე, რომ მაგალითად ბაღების გაერთიანებაში უნდა მივიდეთ, როდესაც რაღაც გვაინტერესებს, როგორც მშობელს, თუ ვიცით, რომ განათლების სამინისტროში არის დეპარტამენტი შექმნილი, თუ ვიცით, რომ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ზრუნავენ ბაღების ხარისხის განვითარებაზე, მაშინ ესეთი ცხადი სისტემა არ იყო. და ამ ძიების შედეგად მე ახალ-ახალი იდეები მიჩნდებოდა. ხედავდი, რა მწვავე პრობლემები იდგა, საკითხები როგორი იყო, მშობლებს ვესაუბრებოდი, ვეძებდი საკონტაქტო ინფორმაციებს ბაღების შესახებ და ესეც კი რთული იყო. საჯარო ბაღში მე როგორც ჩემ პრაქტიკა იყო უმაღლეს განათლების სივრცეში და ასე მხოლოდ თეორიული ცოდნით მიჭირდა იმის დადასტურება, რომ კი მე მაქვს სერიოზული ცოდნა ამის შესახებ და სისტემაში შესვლა ცოტა რთული იყო.
რაც მესმის ძალიან, იმიტომ რომ თავისი ბიუროკრატია აქვს საჯარო სისტემას და გარკვეულწილად ახლა როგორც ამდენი წლის შრომის შემდეგ ჯერა რომ პრაქტიკულ გამოცდილებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა და თავისი წონა აქვს. საკმარისზე მეტი ესეთი პროფესიული უარი მივიღე იმისთვის რომ მე დამეწყო ფიქრი რომ მოდი მე ყველაფერს დავიწყებ ჩემით. და მაშინ გარკვეული დროით გერმანიაში ვცხოვრობდით აკადემიური მიზნებისთვის და დაიწყო პანდემია. სისტემა მოექცა ჩარჩოებში, საბავშვო ბაღების ჩართული ადამიანებიც უფრო მეტად გაჯეტებზე და ელექტრონულ პლატფორმებზე დრო გამოუშვათ, რომ შემოსულიყვნენ დრო დაეთმოთ ამისთვის და ერთი ადამიანის რესურსით, ნულოვანი ბიუჯეტით დავიწყე მუშაობა და დღეს უკვე ათობით ტრენერი, კონსულტანტი და პროფესიონალი ყავს ჩართული ჩვენს ცენტრში და ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ან აღზრდელები და მშობლები ერთიანდებიან ჩვენს წრეში. თეკლე, რა იყო ყველაზე რთული შენს გზაზე? მაინტერესებს რა პრობლემებს წააწყდი, თუნდაც კერძო ბაღებში, სახელმწიფო ბაღებთან თუ ქონდა შეხება, იქ რა პრობლემებთან ქონდა საქმე, ასე ვთქვათ და რა იყო ყველაზე რთული შენს გზაზე? რადგან ეს ჩემი კერძო ორგანიზაცია დავიწყე, იმიტომ რომ გამომეწვია ცვლილებები, რაღაცა ირიბი ცვლილებები გარედან შემექმნა ხარისხის მოდელები, ან თუნდაც პროექტულად მემუშავა ჩემს იდეებზე, რომელიც შეეძლო მე უკვე სისტემას თავის პრაქტიკაში გადაეტანა. ძალიან მარტივი იყო ერთი შეხედვით ამის გაკეთება, მაგრამ ალბათ ყველაზე რთული ის იყო, რომ მე არ მქონდა ცნობადობა, ანუ სისტემაში მე თუ სხვა გარემოში მიცნობდნენ, ის მოდაკითხვა, თეკლე ვინ არის? და აი ნდობის მოპოვების ნაწილზე გადიოდა მე ეს უკვე, რომ მიწევდა იმის დამტკიცება, რომ კი, მე ვარ თეკლე, მე მაქვს ეს ხედვები და მე აქ არ ვარ დროებითი პროექტისთვის, მე ამ სისტემაში ხანგრძლივად მინდა ყოფნა. მაგრამ გარედან, ანუ რაღაცა ირიბი მიმართულებით. და ასევე პრობლემა იყო ფინანსები, რთული, უბრალოდ რთული გამოწვევა იყო, ვინაიდან ადამიანები რო დააკავშირო შენს ბიზნესთან და იდეებთან, ყოველს თავისი ღირსეული ჰონორარი სჭირდება და არ მქონდა ამის ფუფუნება, ვიყავი ძალიან დაბნეული, თუმცა აი ეს 5 ადამიანი, რომლებიც ჩემს იდეებს ენდნენ და მხარი დამიჭირეს, აღმოჩნდა, რომ აი პროფესიონალიზმი, როდესაც მაღალ დონეზეა, იქ რაღაცები უკან იწევს და ძალიან მადლიერი ვარ იმ ტრენერების, რომლებმაც მომცეს ჩემი იდეების დაწყების შესაძლებლობა ამ ნულოვანი ბიუჯეტით. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია ერთგული ადამიანების პოვნა, მით უმეტეს დასაწყისში, როცა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გამომივა, არ გამომივა, ფინანსები მეყოფა, არ მეყოფა, ანუ ძალიან ბევრი ნიუანსია და კარგია, როცა ყავს ის ადამიანი, ვინც გამოყვება მაგაში და მხარს დაგიჭერს. თეკლე, მოდი მაშინ ცით გადავიდეთ კითხვაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ აინტერესებს ყველა მშობელს, როგორც მე მაინტერესებდა პირველად, როცა მივიყვანე ბავშვი ბაღში, ასევე შენ, მრავალშვილიანი დედა ხარ, 3 ბავშვი გყავს და ასევე საზოგადოებასაც აინტერესებს, რა განსხვავება არის კერძო ბაღებსა და სახელმწიფო ბაღებს შორის. რომელია უკეთესი, არასწორი კითხვაა, მაგრამ სად არის უმჯობესი ბავშვის მიყვანა? რაიმე ფუნდამენტალური განსხვავება არსებობს? თუ ასე თუ ისე ერთნაირია და პრობლემებიც ერთნაირია და მოგვარების გზებიც ერთნაირია. რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, არის სხვაობებიც, არის მსგავსებებიც და მშობელს აქვს საქართველოში ის ვიტყოდი ფუფუნება, არ ვიცი ხო, დავარქვათ ესე, რომ კერძო სექტორში იპოვოს ის რომელიც თვითონ მოსწონს, მაგრამ თუ სტანდარტიზებული საჯარო სივრცე ურჩევნია, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია ფინანსურად მშობლისთვის, გააკეთოს არჩევანი მასზე. აი რო წარმოვიდგინოთ, საჯარო ბაღები
რაღაცა ოკეანეში ან დიდი გემი, რომელსაც შეუძლია რომ ბევრი ბავშვი დაიტიოს, ანუ ეს უფრო რაღაც ბიუროკრატიული მძიმე დიდი ტრანსპორტია, რომელიც მანევრირებაც რთულია, მაგრამ შესაძლებელია და გადის განვითარების ეტაპებს. პასუხისმგებლობაც საჯარო სექტორში პოლიტიკის ანუ აი ადრეული განათლების სფეროს ნაწილში გულისხმობ განვითარების უფრო დიდი წილი მოდის. და წარმოვიდგინოთ კერძო ბაღები, რომლებიც არიან უფრო მსუბუქი, პატარა კატერები, რომელიც უფრო სწრაფად შეუძლია რომ განვითარდეს, დაიტიოს უფრო ცოტა ბავშვი და თანამშრომელი, მაგრამ ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა. საჯარო ბაღებში შესაძლოა ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს გადატვირთული ჯგუფები, სადაც აღწერებს ხო უჭირთ ინდივიდუალური მიდგომა და ნამდვილად დიდ შრომას წევენ ამ კუთხით და კერძო სექტორი, რომელიც უფრო მეტად აი ცვლილებების მიმართ სწრაფად ადაპტირების რესურსი უფრო აქვს. თუმცა აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსები, იმიტომ რომ კრიზისების დაძლევას და ცვლილებების დაძლევას სჭირდება ძალიან კარგი ფინანსები მით უფრო ბავშვზე ზრუნვის სფეროში. საჯარო სექტორში მეტნაკლებად თვითმმართველობებზე, რადგან არის მიბმული საჯარო ბაღების ადმინისტრირება, ფინანსური რესურსების მოძიება მარტივია, რომ გადამზადდნენ თანამშრომლები, თუნდაც აღიჭუროს სივრცეები. მაშინ, როდესაც კერძო სექტორს ამას თავისი ფუნქციონირებიდან და დაგროვებითი ფინანსებიდან უწევს ამაზე აკუმულირება თავისი თანხების. ასე რომ განსხვავებებიც და მსგავსი საკითხებიც ერთიანდება უკვე როდესაც შემოდის საბავშვო ბაღების ავტორიზების ნაწილი, ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ყველა საბავშვო ბაღი რაღაც სახელმწიფო სტანდარტების ქვეშ მოექცეს, მაგრამ ეს სახელმწიფო სტანდარტები არ უზღუდავს ინდივიდუალიზმს დაწესებულებებს, ხო? მათ შეუძლიათ, რომ აირჩიონ სწავლების მეთოდები, ჰქონდეთ თავიანთი კურიკულუმი და რაღაცნაირად ეს სისტემურ დონეზე სტანდარტიზებულ დონეზე ჩვენ მაინც ერთიან ჩარჩოში მივდივართ, თუმცა ინდივიდუალიზმი კერძო სექტორში არის გამოკვეთილი და ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ სხვადასხვა სწავლების მეთოდების ბაღები გვაქვს საქართველოში. მშობლის პერსპექტივიდან ჩვენს ორგანიზაციაში გვაქვს კერძო ბაღების დამფუძნებელთა ქსელი, სადაც აი ზუსტად აი ამ დაგროვებული კითხვებისთვის ბაღების დამფუძნებლები გაერთიანდნენ, რომ ერთიანი გზამკვლევი შეექმნათ საბავშვო ბაღის ასაკის მშობლებისთვის, რომ არჩევანი მარტივად გააკეთონ. და ეს ჩვენ საიტზეც ხელმისაწვდომია, სადაც შეუძლიათ რომ უფასოა, ანუ ეს არის ის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელმაც ამ საბავშვო ბაღების დამფუძნებლებმა ეს შრომა გაიღეს, რომ დაეწერათ. სწორად სახელმწიფო ბაღები უკეთ და კარგად კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე კერძო ბაღები. ეხლა როგორც ვიცი, რაღაცები შეიცვალა, მაგრამ აი მანამდე როგორ იყო და ეხლა როგორ არის? ნამდვილად ეგრეა? ანუ სახელმწიფო უფრო დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფო ბაღებს და კერძო ბაღებში აი ანუ როგორც დამფუძნებელს უნდა ისე ხდება თუ რაიმე თუ ყველა ერთი სტანდარტის ქვეშ არის? კარგი შეკითხვა. როგორ არის, იცით? აი რო წარმოვიდგინოთ ბიუროკრატიული კონტროლი და ხარისხის მართვა, დაახლოებით ესე რომ შევხედოთ. ანუ საჯარო ბაღებში დიახ, ბიუროკრატიული კონტროლი ნამდვილად არის, საკვების კუთხით, ჰიგიენური ნორმების კუთხით, ფინანსური მართვის კუთხით, თუმცა ნიშნავს ეს ყოველთვის ხარისხს, რომელიც ბავშვთან მიდის, ყოველთვის არა, ხო? და საჯარო კერძო ბაღების შემთხვევაშიც ავტორიზების სტანდარტებიდან მომდინარე, გვაქვს გარკვეული კონტროლის მექანიზმები, რაც უკავშირდება მაგალითად ჰიგიენის ნაწილს კვების ორგანიზებას, შრომის უსაფრთხოებას, ხო? ანუ თუ ამ ნაწილს ბაღი არ ღვავს, ავტორიზების პროცესიდან გადის, ხო? ანუ უჩერდება ავტორიზება, სანამ არ აღმოფხრის ამ სანამ არ გადაჭრის პრობლემას. კი. ანუ შესაბამისად სისტემა
აქეთ მიდის იცვლება, რომ ეხლა ზუსტად ამ ეტაპზე ვართ ჩვენ, ანუ თუ შეფასებები წარადგინეს ბაღებმა, დაწერეს სტრატეგიული გეგმები, რაზე აქვს სამუშაო. ამჟამად გვაქვს უკვე ავტორიზებული ბაღებიც, რომელიც განრიგის მიხედვით გადიან ავტორიზებას და თუ ბაღი ანუ მანამ ბოდიში რო გაწყვეტინებ, ანუ მანამდე ეს ავტორიზების სისტემა არ იყო? ხო, და მანამდე ეხლა არ იყო. შემოიტანეს და ნელ-ნელა ყველა იწყებს ამ ავტორიზაციის სისტემის გავლას და თუ არ დააკმაყოფილა პირობითად არის რაღაცა ხარვეზები, არ აკმაყოფილებს ბაღი რაღაცა მოთხოვნებს სახელმწიფოს მხრიდან და რა ხდება შემდგომ ის იკეტება ის იმ ბავშვებს რა ბედიელით, იმიტომ რომ იქ დადიან საკმაოდ ბევრი ბავშვია, როგორ არის და ეხლა წელს როგორც აი 20-25 ნოემბერში უკვე პირველი საბჭოები იყო. ანუ ავტორიზების პროცესი ასე გამოიყურება, როდესაც თვითშეფასებას წარადგენს დაწესებულება. შემდეგ იგეგმება ექსპერტთა ჯგუფი დგება, ექსპერტების ვიზიტი ხდება დაწესებულებაში და უკვე შემდეგ საბჭოზე წარედგინება საბჭოს ექსპერტის დასკვნა თვითშეფასების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია და საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის როგორც უარი ავტორიზებაზე, ასევე არის მონიტორინგით ავტორიზება. მაგალითად, თუ ისეთი ხარვეზია, რომელიც პირდაპირ ბავშვის უსაფრთხოებას ან ჰიგიენას ან რაღაც წითელ ხაზებს არ კვეთს, ეძლევა დაწესებულებას ვადა, რომ ეს ხარვეზები გამოასწოროს და ვერც ერთი საგამოწმო დაწესებულება ადრეული და სკოლამდელი განათლების ვერ იქნება სტატუსის ქვეშ, თუ მას ავტორიზება არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა, ხო? და თუ ამ ეტაპზე არ მინდა მშობლები ახლა შევაშინო ან შევაშფოთო, თუ ამ ეტაპზე რომელიმე ბაღს, აი თუ იკითხავენ დაწესებულებას, შესაძაც მეუბნებათ თქვენ ავტორიზება გაქვთ, შეიძლება მიიღონ უმეტესად მიიღებენ პასუხს, რომ არა, იმიტომ რომ ეს პროცესია ახლა დაწყებული და დრო სჭირდება და საბავშვო ბაღების შესახებ ავტორიზების განრიგიც კი გამოქვეყნებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სადაც მშობელს შეუძლია რომ გადაამოწმოს მაგალითად რომელ წელს უნდა მიენიჭოს გაიაროს ავტორიზება ბაღმა. თუმცა ეს იმ წელს უკვე გადაწყვეტილების გამოცხადებაა და არა აქამდე, ანუ აი ეს პროცესი აი დღესდღეობით, აი ამჟამად ბაღებში მუშაობენ აქტიურად სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. რაც გარედან ხოლმე მშობლის თვალისთვის უხილავია, ხო? ძალიან დიდი შრომა, ბაღის გუნდი მუშაობს მდგრადობის შენარჩუნებაზე, პროფესიულ გადამზადებაზე თანამშრომლების, რომელიც აი გარედან არ ჩანს, მაგრამ გარდა ჩვენი შვილების მოულის და ზრუნვისა, უკან ორგანიზაციებში ძალიან დიდი შრომა დგას. ძალიან ბევრ კერძო ბაღს არ აქვს ეზო. ან თუ აქვს ძალიან პატარა. წესით სახელმწიფო ბაღებში პირობითად, ძალიან ბევრ ბაღს უმეტესობას თუ არა აქვს საკმაოდ დიდი ეზო, რაც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გაიყვანო ნებისმიერ ამინდში, თუმცა ეგ არ ხდება ხოლმე. და მაინტერესებს პირობითად მოვიდა ის ადამიანი, ვინც აკონტროლებს, ხო, შიდა სისტემას ბაღის, უნდა მისცეს აკრედიტაცია კერძო ბაღს და ხედავს, რომ არა აქვს ეზო. რამდენად დიდი პრობლემა არის ეს? ანუ მაგას ნამდვილად ვერ გამოვასწორებ, ვერ მიაშენებ და ვერ მიუტან მიწას და მოდი ახლა გავასწოროთ და ეზო გავაკეთოთ. აი, რამდენად დიდი პრობლემა არის ეს და თუ მოქმედებს ხარისხზე? ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს პირველ რიგში, იმიტომ რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეზოს და გარე აქტივობების თამაშები, იმას დავანებთ, რომ ჟანგბადზე და ჰაერზე უნდა იყვნენ, ხო? ჩვენი სტანდარტების მიხედვით განსაზღვრულია თითო ბავშვზე რამდენი კვადრატი როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი დაწესებულებაში. ერთია რა წერია ფურცელზე და რას ვადასტურებთ სტანდარტების შესაბამისად და მეორეა პროცესში როგორ ვაკეთებ ამას, ხო? ანუ თუ
შეიძლება ძალიან კარგი ეზოც ქონდეს დაწესებულებას კერძოსაც, საჯაროსაც, მაგრამ პროცესში აღწევს უჭირდეს ამის მართვა. რომ აი თუ გადატვირთული ჯგუფი აქვს მაგალითად შეიძლება ხშირად აარიდოს თავი გარეთ ეზოს აქტივობებს. ხშირი არის ნამდვილად, ბევრჯერ მსმენია რომ აქვთ ეზო, მაგრამ თუნდაც ცუდი ამინდის დროს ბავშვი უბრალოდ არ გაყავთ, ბავშვები არ გაყავთ, იმიტომ რომ ბევრნი არიან, მით უმეტეს ბაგა ჯგუფები. რთული არის მაგათი ჩაცმა, გახდა, გარეთ გაყვანა. კი, მოცემულობა არის ესეთი, რომ ბავშვს ჭირდება გარე აქტივობები და კურიკულუმიც ამას გვეუბნება, რომ ეზოს აქტივობები არის უმნიშვნელოვანესი, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ ამას დროთა განმავლობაში ისევ ავტორიზების პროცედურას ძალიან იმედიანად ვუყურებ მე ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულებისთვის ძალიან მტკივნეული და რთული პროცესია. გარკვეულწილად ახლა სისტემურად მივდივართ იქით, რომ ჩვენი მუშაობის პროცესი იყოს ხარისხიანი, ხო, ყოველდღიურად, ანუ მდგრად და გრძელვადიან ხარისხზე ვიმუშავ. ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს სისტემამ, რომ აი თუნდაც საჯარო ბაღის თანამშრომლების შრომა, ხო, აი წარმოვიდგინეთ ფიზიკურად 30 ბავშვი თუ ყავს ჯგუფში და თუ არის თუნდაც 3 თანამშრომელი, ანუ აღზრდილი პედაგოგი, აღზრდილი დამხმარე თანამშრომელი, ჩააცვა და მოაწესრიგო და გაუშვა გარეთ. ამის ორგანიზებისთვის, აი მაგალითად კერძო სექტორში ჩვენ რა რეკომენდაციებსაც გავცემთ ხოლმე, ის რომ კარგად მშობელთან კომუნიკაცია კარგი გქონდეს, ანუ ხარისხიანი, რომ მივცეთ ინსტრუქციები, რომ ჩვენ დღის განმავლობაში გვაქვს აქტივობები გარე სივრცეში და გსხოვთ, რომ მოსახერხებელი სამოსი ჩააცვათ ბავშვებს. მშობლების მხრიდანაც არის ხოლმე აი ჩვენთან რომ ბევრი ზარი შემოდის ან თუნდაც ტრენინგებზე, როდესაც кейსებს პრაქტიკულ მაგალითებს განვიხილავთ, რომ აი მშობელს არ უნდა რომ ბავშვი დაისვაროს. და აქვე გვაქვს ეს ბრიტანელების კარგი გამოთქმა, რომ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო სამოსი. ხო, აი აქაც აი იმდენად მრავალფეროვანია ეს მრავალი წახნაგი აქვს მართლა ბაღის თითოეულ შეკითხვას, რომ აი ისევ იქ მივდივართ, რომ მშობელთან კომუნიკაციის ნაწილი შემოდის თემთან და მშობელთან თანამშრომლობითი ნაწილი და შემოდის ის, რომ ბაღი არ არის მხოლოდ ბავშვის დატოვების ადგილი, ხო? ბაღს აქვს თავისი პასუხისმგებლობა კანონის ფარგლებში, რომ მშობლის ცნობიერების ამაღლებაზე იმუშაოს, ხო? ანუ ძალიან მარტივია ვთქვათ, რომ აი იცი რა, ეხლა თუნდაც აი ზეიმების ძალიან დიდი თემა ესეც, როგორი უნდა იყოს ზეიმი, რომ ბავშვის ინტერესები იყოს დაცული, არ დაისტრესოს, ხო? ან ძალიან ხშირად ბაღის გუნდს აქვს პასუხი, რომ იცით რა არის, აი მშობლები მე ამას მთხოვენ და ამიტომ არ ვაკეთებ. და ამ დროს სისტემა პირიქით გთხოვს ჩვენ, რომ მშობელი თუ ბაღის თანამშრომლობაზე არ მოყვება, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მშობელს დავანახოთ კონკრეტული აქტივობა, კონკრეტული ბაღის გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ოღონდ ეს უნდა მოხდეს პროფესიონალიზმით, ხომ და არა манипуლაციური საკითხებით. ასე რომ შესაბამისი სამოსი ბაღის სივრცეში სხვათა შორის, აი ჩვენ საბავშვო ბაღებში ინვენტარიზაციასაც ვაკეთებთ და ყავს ევროპიდან მომწოდებელი, რომლის კატალოგშიც აღმოვაჩინეთ ეს ნივთი, ძალიან მარტივი ის არის ნივთია. ერთ მხარეს ჩამოჯდება აღზრდელი, რომელსაც აქვს თავისი შემაღლება მეორე მხრიდან, რომ ბავშვიც ავიდეს და ეს თასმის ან თუნდაც ფეხსაცმლის მოწესრიგების დროს აღზრდელს არ მოუწიოს დახრა. და ნახეთ, ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ აღზრდელი რაღაცას თავს არიდებს. პრობლემა ისე, რომ ჩვენ შეიძლება არ ვუწყობთ ხელს სათანადოდ, რომ აღზრდელიც ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს, რომ შემდეგ შეძლოს ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ არის მრავალწახნაგოვანი ეს საკითხები და პირდაპირი პასუხი კონკრეტულ შეკითხვებს არ აქვს. აი მე ვისურვებდი, რომ ბაღებს ქონდეთ რესურსი, კერძოსაც და საჯაროსაც, რომ აი ეს ხელშემწყობი პრაქტიკული რაღაც საკითხები მოუგვარონ აღზრდელებს, რომ მათთვის მუშაობა იყოს აი როგორ გითხრათ, ტვირთის, ხო, აი კომფორტული ტვირთის გარეშე. რა გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა პატარა ნიუანსები, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევენ
დიდ პრობლემას. რო ჩამოვთვალოთ მაგალითად მშობელი არ უდებს ბავშვს სათანადოდ ასაცმელს ან არ უნდა რომ დაისვაროს. ამასობაში პედაგოგს არ შეუძლია ხო რომ ერთი ბავშვი არ გაიყვანოს გარეთ. ანუ ყველა უნდა გაიყვანოს ერთდროულად. თუ გაიყვანს, რაღაცა გარკვეული პროცესები მიდის, ხო, ეს უნდა გამოიყვანოს ბავშვები, ყველა უნდა ჩააცვას, ყველა უნდა მოაწესრიგოს ფეხსაცმელი, ქურთუკები, ქუდები, ანუ იმის გამო რომ სათანადოც ვერ ვიტყვით რომ ასე თუ ისე კარგი ავეჯი დგას მანდ, მაგრამ შეიძლება და უფრო მოხერხებული ავეჯი ყოფილიყო, რომელიც დაეხმარებოდა იმ პედაგოგს თუნდაც იმ 10 წუთის დაზოგვაში და უფრო სწრაფად რაღაცების გაკეთებაში, რომ უფრო სწრაფად გასულიყვნენ გარეთ, კომფორტულად, ისიც არ დაიხლებოდა, ნამდვილად რთული არის 15 ბავშვს ჩააცვა და თასმები შეუკრა და ქურთუკები შეუკრა. ანუ რთული არ ვიცახი იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ რაღაცა დროის განმავლობაში ერთი და იგივეს რო აკეთებ, ალბათ ჯანმრთელობასთან რაღაც პრობლემები გექნება. და საბოლოო ჯამში ეგრე გამოდის, რომ თუ ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს თუ კერძო ბაღების დამფუძნებლების მხრიდან, თუ აი ამ დეტალებს გავითვალისწინებთ, უკეთესი შედეგი გვექნება, ხო? კი, და გარდა მაგისა, აი კიდე უფრო რომ სხვა წახნაგის გავიხსენოთ, ეს არის ძველი მიდგომები, ხო? ბაღის ეზოსათვისების ნაწილში. შეიძლება მშობლის დაკვეთა ზოგის იყოს, რომ კი მე მზაობა მაქვს და მოვუწესრიგებ ბავშვს იმას, რომ მარტივად ჩასაცმელი ფეხსაცმელი ჰქონდეს და საწვიმარი, თუმცა კიდევ იქ მივდივარ, რომ ეს მშობლის ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებთანაც მიდის, იმიტომ რომ ეს ბევრი ბავშვი ყავს, შეიძლება რთული იყოს ამის ორგანიზება, ხო, ან არ გქონდეს, იმიტომ რომ სანამ ბაღში მიიყვან ბავშვს, მთელი ქალაქი უნდა გაიარო და იგივე ტანსაცმლით ვერ გამოიყვან უკან. ბაღში, როდესაც ჭუჭყიან ტანსაცმელს ტოვებთ, იქ არ არის, მაგალითად ჩვენ რო ფინეთში ვიყავით ბაღის წარმომადგენელი და მე, იქ ვნახეთ, რომ თვითონ ბაღის შესასვლელშივეა ორგანიზებული ამ ქურთუკების, ბოტების ისე საკიდი, აი გერმანიაშიც ესე იყო, როდესაც პრაქტიკაზე ვიყავი, რომ იქვე ქონდა ბაღის წარმომადგენელს ამის ჩამორეცხვის შესაძლებლობა. ანუ ის დასრული ბოტები, რომელსაც ჭუჭყი აქვს ზედმეტი, ამას მშობელს არ ვატანთ სახლში, ამის მოწესრიგება, ხო, რა, როგორც ხო, ამის მოწესრიგებას იქვე ვაკეთებთ, ხო? და ნუ გარდა იმისა, კიდევ ჩვენი ქალაქები როგორ არის მოწყობილი, ხო? ნუ იქ გაცილებით ნაკლებად, ანუ წვიმიან ამიჯი ნაკლებად ვისვრებით. ვიტრი აქ პირობითად. ხო, აი ამ საერთაშორისო გამოცდილებებზე დაყრდნობით, ხო, ჩვენ გვაქვს უკვე სტანდარტები და ახალი კურიკულუმი. და 66 საათი, ეგრეთ წოდებული 66 საათიანი ტრენინგ მოდული, რომელიც ითვალისწინებს, აი ძალიან დიდი დოზით ტრენერები მუშაობენ იმაზე, რომ აღზრდელებს ეს გარესივრცე როგორც რესურსი დაანახოს. რა, აი, როდესაც აქტივობებს გეგმავთ, რა გარე რესურსებით, გარე ბუნებრივი მასალებით შეგვიძლია, რომ ჩვენ აქტივობები შემოვიტანოთ და ერთია, რომ მე ბავშვი მოვაწესრიგე ტექნიკურად და მზად ვარ ეზოში გავიდე, მე რას ვაკეთებ ეზოში, ხო? ანუ როგორ ვთამაშებს გეგმავ, სივრცე როგორ მაქვს მოწყობილი და ზუსტად ეს ახალი სტანდარტები და ჩვენი ტრენინგებიც იქით არის მიმართული, რომ აღზრდელს დავანახოთ, რომ ეზო არ არის მხოლოდ გასეირნების ადგილი, ეზო ჩვენ ძალიან კარგად შეიძლება გარე ჭუჭყიანი თამაშებისთვის გამოვიყენოთ, რომლებიც ბავშვს ძალიან მოსწონთ. ზუსტად ეგრე არის, ჩემი ნათესავები ცხოვრობენ ავსტრალიაში. იქაური ბაღის მიდგომა არის სრულიად განსხვავებული გარესივრცესთან. პირდაპირ მაგალითად, კი ბავშვი მოდის უჭუჭყიანესი ქვიშა, თმაში, რა ვიცი, ძალიან მოსაწესრიგებელი, თუმცა იმდენად საინტერესო აქტივობები აქვთ, ხელოვნურად ამოჭრილი გუბეები, რომ აი მაინც და მაინც აი წვიმიან დროს ეს არის გუბე, აი აქ უნდა ვიხტუნაოთ ბავშვებო, მერე გადადიან ქვიშაში ვაკეთებთ ამას, აქვთ დამდგარი ნავი, ხელოვნურად შექმნილი, რომ აი მოდი ახლა გავცუროთ, ანუ რაღაცა ისეთი აქტივობებია, სადაც ბავშვები იმდენად ერთობიან და თან იცნობენ გარე სამყაროს გაუსვლელად, ასე ვთქვათ. რომ დარწმუნებული ვარ, რომ მათი ფიზიკური შესაძლებლობებით და აი ეს განვითარების რაღაცა დონე ოდნავ მაღლა დგას. იმიტომ რომ ეს პირადად ჩემი აზრი არის. მე მგონია, რომ აქტივობა გარესივრცეში უფრო ეხმარება ბავშვს
გონებრივ განვითარებაში და ალბათ ეგრეც არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ბავშვს ყოველთვის უკრძალავ, ეს არ გააკეთო, არ დაისვარო, სულ დაძაბულია, რომ აი ეს ჭუჭყიც მე აღიზიანებთ, რომ მომაშორე და რაღაც და აი ის იმ ბაღების მიდგომა ჩემთვის არის იდეალური და ძალიან მაინტერესებს ჩვენთან რატო არ შემოაქვთ ეს, იმდენად საინტერესო არის და იმდენად კარგი, იმედია რომ მივალთ. მინდა დაგამშვიდო რომ არსებობს უკვე პრაქტიკებში გაჩნდა არა მხოლოდ კერძო სივრცეში, საჯარო ბაღებში, აი განსაკუთრებით რეგიონებში გვაქვს წარმატებული გამოცდილებები, სადაც აი უკვე ზეიმებიც კი გარე სივრცეში, ანუ ძველი მიდგომის ზეიმები აქტიობებად გადაიტანეს უკვე გარე სივრცეში, სადაც მშობელი აქტიურად ჩართული. ძალიან კარგად მახსენდება ახლა მაგალითად ბოლნისის ბაღების გაერთიანების ან საჯარო ბაღები. არ მინდა თან გული დაუწყვიტო ვინმეს და შეიძლება სხვაგანაც არის და ახლა არ გამახსენდეს, მაგალითად თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბაღებშიც, ანუ ეს პრაქტიკები უკვე დაიწყო და თან როგორ არის, იცით, აი თბილისისგან განსხვავებით კიდევ რეგიონს კიდევ სხვა ფუფუნება აქვს ამ გარესივრცის ათვისების. აი მაგალითად ბათუმის ბაღებში bis გაერთიანებაც ხო, გადიან ჩვენი ძალიან კარგი ტრენერების ან სხვა ორგანიზაციების ტრენერების ჩართულობით ძალიან კარგი ტრენინგები ტარდება გარე რესურსების მასალები როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში და ეს შეგვიძლია რომ თან ამავდროულად საჯარო ბაღების მუნიციპალური საჯარო ბაღების მაგალითზე გამოვიყენოთ ეკოლოგიის სწავლებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, აქტივობებისთვის, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამყაროა. ჩვენთან ახლა თბილისში ყველაზე მეტი დაწესებულება მუნიციპალური ალბათ ხო და გარემო მაინც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასე გავიდეთ, მაგრამ ასევე თბილისშიც კერძო ბაღებიც და არის საჯარო ბაღებიც, რომელიც უკვე გასცდნენ ბაღის სივრცეს, ანუ გადიან მაგალითად ტყეში, ახლო ტყეში ან ლისის ტყეში, სადაც ასევე აქტივობები აქვთ. არა ყოველდღიურად, მაგრამ გასვლითი ღონისძიების სახით სარგებლობენ ტრანსპორტით, რომ ბავშვი მიეჩიოს გადაადგილებას, აი პირველი შოკი მართლა მივიღე გერმანიაში, სადაც გავიხედე და ეს ბავშვებს აცვიათ სპეციალური ფორმა და გადადიან ჯგუფურად გზაზე და აი რიგი ისეთი მოწესრიგებული, ხაზი ისეთი მოწესრიგებული ქონდათ, იქ არანაირი ჩაბმა რაიმე არ ჭირდებოდა და რა თქმა უნდა ახლა ევროპის გზებზე უფრო მოწესრიგებულია ხო გადაადგილება აქ თბილისში, ტროტუარის პრობლემა შეიძლება იყოს საერთოდ. უსაფრთხოების ნაწილი ძალიან ის არის სახიფათო ამბავია, აი პირველად რომ საუბრობდი კოლეგებთან და ეს დაშვება რომ მომიჯნავეთ თუ არის სკვერი, იქ შეუძლია რომ ბაღმა გადაიყვანოს ბავშვები და იქ ისარგებლონ გარესივრცით. ჩემთვის აი როგორც მშობლისთვის პირველი ის იყო რა, რაღაცა შფოთი, რომ კი, მაგრამ აქ ხომ ტროტუარებიც არ გვაქვს ხანდახან და ზებრა გადასასვლელზე კი შედარებით მოწესრიგი და დიდ უბნებში, მაგრამ აი პატარ-პატარა ქუჩებზე რას ვაკეთებთ? ტრენინგებს შეხედა, მაინტერესებს რამდენად ექვემდებარება ბაღის სტაფი ტრენინგების ჩატარებას, იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ამხსნელები, პედაგოგები, ყველა ინდივიდუალური ზოგს უჭირს ახალი ინფორმაციის მიღება, იმიტომ კი არა რომ არ უნდა რაღაც, უბრალოდ შინაგანად დარწმუნებულია, რომ ის რასაც აკეთებდა მანამდე არის სწორი. აი რამდენად ექვემდებარებიან ამ ტრენინგის ჩატარებას, არის თუ არა რაიმე პრობლემა ამ სფეროში კონკრეტულად, რომ აი შენ მიდიხარ, შენი სტაფით, უნდა ჩაუტაროთ ტრენინგი და რამდენად გისმენენ, არ არის პროტესტები, რომ არა, იცით რა, მე თქვენზე კარგად ვიცი და თქვენ რა უნდა მასწავლოთ მე. ხო, აი რამდენად გაქვს ხოლმე შეხება. თავიდან იყო, აი ძალიან ბევრი ისტორია დამიკროვდა, სასაცილოც, ცოტა ისეთი გასაბრაზებელიც, საწყენიც. თავიდან ჩვენ რო ვებინარებს ვატარებდით და ონლაინ ტრენინგებს აი ძალიან აქტიური მზაობა იყო ამის. ეს კოვიდის დროს. კოვიდის დროს კი, როდესაც გერმანიიდან ჩამოვედი და უკვე
ადგილზე ტრენინგებზე გადავედით, კიდევ სხვა გამოცდილებები მოიტანა. მან დავინახეთ, რომ ადგილზე ჩატარებული ტრენინგი უალტერნატივოა. მეორე მხრივ ტრენინგის ხანგრძლივობასაც გააჩნია, ხო და მიზნებს, ჩვენ თუ გვინდა, რომ კონკრეტულ ადამიანის ერთია ცოდნა მივცეთ, მეორეა უნარები მივცეთ, დამოკიდებულებები შევცვალოთ და ამ ყველა მიმართულებას სხვადასხვა დროითი და ადამიანური რესურსი ჭირდება და მზაობა მონაწილის მხრიდან. ყოლია ადამიანები, რომელსაც 30 წლიანზე მეტი გამოცდილება აქვს მუშაობის, რომლების მოტივი ტრენინგზე მონაწილეობის იყო, რომ მინდა გავიგო რა არის შეცვლილი და რას თუნდაც ახლებურად რა შემიძლია რომ გავაკეთო. დადებითი განწყობა, ხო, რომ რა შემიძლია რომ გავაუმჯობესო, რაც აქამდე არ ყოფილა და მართლა რა არის ესეთი, ხო, რა შეიცვალა. მეორე მხარე არის ადამიანები, რომლებსაც ერთი მხრივ მზაობა აქვთ, ზუსტად ჩვენ რასაც ამბობდი, ხო, რომ უნდა რომ განვითარდეს, მუშაობთ აქტიურად, ორკვირიანი ინტენსიური შეხვედრები გქონდა. ტრენინგზე ძალიან კარგად ამჟღავნებდა იმას, რასაც უზიარებდით, იქვე რომ დავალებებს აძლევდა ტრენერი, მოყვებოდა, სიტუაციის ანალიზშიც მოყვებოდა, იმიტომ რომ ეს თან ჯგუფური დავალებებია, ზოგჯერ ინდივიდუალური დავალებებია და ჯერი მიდგა უკვე ჩვენ რომ ძალიან კარგად ვხსნობ თავს, რომ ვახ რა მაგარია, 30 წლიანი პრაქტიკა და ესეთი პასუხები და ჯერი მიდგა უკვე ბოლოსკენ, სადაც დასკვნითი დავალება მივეცით და დრო ინდივიდუალური მუშაობისთვის, რამოდენიმე დღეში უნდა დაებრუნებიან ჩვენ პრაქტიკის ანალიზი, თავისი ამ ცოდნით, რაც გვჯერა რომ მივეცით და საკითხი ეხებოდა რთული ქცევის მართვას საბავშვო ბაღში და ფაქტი მივიღეთ ის, რომ მაინც თავისი 30 წლიანი პრაქტიკის მიხედვით შეასრულა ეს დავალება და იმედგაცრუება, შოკი, გაბრაზება, ყველაფერი ერთად გვქონდა. დაუსვით მერე კითხვა, რომ რატო გააკეთეს? იცი რა არის, ამ კითხვას ვერ დასვა, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ უფრო მეტი დრო ჭირდება მუშაობა, როდესაც ასეთ დიდ გამოცდილებასთან გვაქვს საქმე. პრაქტიკული გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული და როდესაც ჩვენ ამას ვატრანსფერებთ თანამედროვე მიდგომებთან და ისეთ მუშაობასთან, რომელსაც ადამიანს არ უმუშავია, ჩვენ თავებზეც რომ გადმოვიტანოთ იგივე, ხო? ძალიან რთულია, რომ ეს პრაქტიკაში შეცვალო. თუ მე მეტყოლება მენტორი, რომელიც პრაქტიკაში ამას თუ ისევ ხელის მოძრაობით თუნდაც როდესაც ბავშვს კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება, მაგალითად ბაგას ჯგუფში სენსორული აქტივობები არის ძალიან მრავალფეროვანი უნდა იყოს და დატვირთული, იმიტომ რომ წვრილი მოტორიკის განვითარება იწვევს გონებრივ განვითარებას, მეტყველების დაწყებას, მეცნიერული ინფორმაცია, რომ თუ გვინდა რომ მეტყველებაც განვითარდეს, უნდა დავკავდეთ ამ სენსორული განვითარებით და წვრილი მოტორიკით და როდესაც აქტივობა შეაქვთ ჯგუფში, რომ მაგალითად საღებავის წერტილები დასვას ბავშვმა ან რაიმე მარტივი გააკეთოს, ბავშვი რომ ცდილობს მოთმინების მომენტი გვიჭირს რა, რომ დაველოდოთ ბავშვს, რომ გაერკვეს რა უნდა გააკეთოს, დაუშვას შეცდომები და აუცილებლად სწორად არ გააკეთოს ეს და ამ ნაწილშიც პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან რთულია. თეორიულად ვიცი რომ უნდა დაველოდო, მაგრამ რთულია გადატანა. ხო, მინდა რომ მალე მივიღო შედეგი და ხო ეს მოლოდინის ამბავი ძალიან ისეთი გამოხატულია. და ზოგადად ბაღის პედაგოგების უნარჩვევები, შეიძლება ეს დატრენინგდეს თუ შინაგანი როგორიც ხარ, ეგეთი ხარ, ექვემდებარება ზოგადად რაღაც უნარჩვევები დატრენინგებას, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა, მით უმეტეს ბევრ ბავშვთან, ყველას არ შეუძლია, ზოგი არის ისე განწყობილი, ისე მიჩვეული, რომ ერთი ბავშვი, ორი ბავშვი, კიდე ხო, ბევრი როც არიან, იბნევიან, ან ეშინიათ, ან რამდენად შესაძლებელია მაგ რაღაცების გამოსწორება. ხო, აქაც სხვადასხვა კუთხიდან რა შევხედოთ, ხო? თუ
ემოციური მზაობა არ აქვს ადამიანს, რომ ბავშვებთან უნდა იმუშაოს, ემპათია არ გააჩნიან. იცი რა, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ გაგვაჩნია. მაგრამ უცებ რომ ხვდები გარემოში, სადაც 20 ბავშვი არის და მით უმეტეს პირველ რამოდენიმე თვეში ხო რომ მიდიან პირველი ნაკადი ბავშვების, აი ეს ბაგას ჯგუფები, ცოტა რთულია. მე როგორც მშობელი ხა ველოდებოდი ხოლმე 12-მდე გვყავდა, ალბათ ყველას იყო, ყველასთან იყო. კი. 12-მდე ვტოვებდით ბავშვებს და ვუსმენდი ბავშვების ტირილს. ჩემი გოგო არ ტიროდა, იმას მოსწონს ზოგადად აქტიურობა და მერე დაიწყო ტირილი, როცა მიხვდა, რომ ეს მუდმივად უნდა იყოს 4 წლის განმავლობაში. მანამდე არ ტიროდა და ძალიან რთულია მაგ ვითარებაში დარჩენა, თუნდაც ის 2 საათი, როცა ყველა ტირის და შენ გგონია, რომ შენ ხარ ძალიან ემპათიური, ძალიან მომთმენი და უცებ ხვდები იმ გარემოში, სადაც ყველაფერი რაც იცოდი აქამდე უბრალოდ დაგავიწყდა, უკვე ხარ ის თითქმის შინაგან ისტერიკაში გადასული, რომ როდის რა უნდა ვქნა. და აი ეს მაინტერესებს, არსებობს რაიმე, რომ აი დაგატრენინგო იმდენად, რომ ძალიან მარტივად გავიაროთ ეს ეტაპი. კი, აი სოლექციის მართვა რაც აღნიშნე რომ მატარებდით ასევე აი ტრანზიციის პერიოდი, ეს მიჩვევის პერიოდი, ადაპტაციის პერიოდი, როგორ შეიძლება აღზრდომა დაგეგმოს, ტექნიკები, პრაქტიკული რა შეიძლება გააკეთოს. გარდა იმისა, რომ აი ხა მაგალითად ვინ მიდის ხო? აი მოდი ესე დავსვათ კითხვა, აღზრდელს ვსაუბრობთ, რომელიც დიდი ხანია ბაღში მუშაობს, თუ ახალი ადამიანია ამ სფეროსთვის და ახალგაზრდა შედის და საიდან შედის სისტემაში, ხო? გვაქვს პროფესიული კოლეჯები, რომელიც პროფესიულ პროგრამას ასწავლიან აღზრდელებს. პროფესიული პროგრამის შიგნით ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც იფარება კარგ კოლეჯებში და კარგ პასუხისმგებლიან პროგრამებზე. და მეორეა, რომ მე მაქვს უბრალოდ საბაკალავრო საფეხურის ცოდნა ფსიქოლოგიის მაგალითად მომიჯნავე სფეროსი კარგ შემთხვევაში და გავიარე ტრენინგები და ეხლა ვიწყებ, ხო? ანუ აი ესეც ბაღში ესეთი ადამიანის კონკრეტულ პოზიციაზე დაწყება სამსახურის გარკვეულ საფეხურებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიაში შესვლა, ხო? პირდაპირ ესეთ ადამიანს აღზრდელ პედაგოგად ვერ დავნიშნავთ, ხო? გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება უნდა დააკმაყოფილოს და ამისთვის ახლა კერძო ბაღებში მაგალითად ჩვენი რეკომენდაციები რაც არის, შედის ჯერ დამხმარე თანამშრომლად, შემდეგ გადადის პედაგოგის პოზიციაზე, შემდეგ აღზრდელის პოზიციაზე და შემდეგ აღზრდელ პედაგოგის, ხო? და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე პრაქტიკის მქონე ადამიანთან, ამ ადამიანთან გარკვეული უნარების გამომუშავება, როგორც ვთქვით, ცოტა რთულია, მაგრამ ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმ პრაქტიკაზე, რომელიც წელს თბილისის ბაღებში მოხდა, რომ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა გაზარდეს და უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, ანუ ხო არის სტანდარტით განსაზღვრული რამდენი ბავშვზე, რამდენი აღზრდელი უნდა მუშაობდეს, ხო? რამდენ ბავშვთან უფრო სწორად. მთლიანად დაირღვა ეს თანაფარდობები წელს, ხო? და ასეთ დროს ჩვენ აღზრდელს რაც არ უნდა უნარები ქონდეს, რაც არ უნდა ცოდნა ქონდეს, პირდაპირ გადარჩენის რეჟიმზე გადადის და ამბობს, რომ ახლავე თან სულ დაძაბულია ამდენი ბავშვი და ცუდია რომ არ ამატებენ კიდე დამხმარე პედაგოგს თუნდაც და სამის ნაცვლად 4 რო იყოს პირობითად. კი, აი ერთადერთი რეკომენდაცია ხა ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ასეთ ბაღებში სასწრაფოდ არის პერსონალი დასამატებელი, მაგრამ საიდან მოყავს ეს პერსონალი? აი ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა. ასე რომ ორგანიზაციის კუთხეც არის ეს, როგორ მოვაწესრიგებთ, ხო? ანუ კერძო ბაღებში ეს საკითხი შეიძლება არც იდგეს დღის წესრიგში. ამ უნარჩვევების რამდენად შეიძლება დატრენინგება და იმდენად ასწავლო ის ადამიანი, რომ თუნდაც აი ეგეთ ვითარებებში, ესეთ პანიკურ შემთხვევებში შეინარჩუნოს სიმშვიდე რა, ანუ იცოდეს როგორ უნდა გადალახოს ეს და ბავშვებსაც არ გადაიტანოს მერე თვითონ. კი, აი რო შევაჯამოთ, პრაქტიკა გვასწავლის გარკვეულწილად იმას, რომ არ დავიბნეთ უცებ მოცემულობაში და ჩვენ უკვე ვიცოდეთ ეს ტირილი, რისი ტირილია, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ დროს. მხარდამჭერ გარემოში ვმუშაობდეთ და მეორე მხრივ ეს
პრაქტიკული ტრენინგები, რასაც ტარდება, გვასწავლის ტექნიკებს, ეს თაობებიც ხო სულ იცვლება, სულ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს სხვანაირი თაობა მოდის, ამათ სხვა ინტერესები აქვს, სხვანაირი მიდგომები ჭირდებათ და ნამდვილად განათლების სფეროში განსაკუთრებით მუდმივი განახლება ჭირდება ცოდნას, ხო, რაც გვაქვს. შესაბამისად, ტრენინგებზე ამ ახალი ცოდნების მიღების შესაძლებლობა გვაქვს და შინაგანი თვისებები კი, რომელიცაც აღზრდელი უნდა იყოს დაჯილდოებული და რომ დაუბრუნდეთ იმას, რომ იმპათიური იყოს და ასე შემდეგ, ამას ტრენინგებზე უბრალოდ ვერ ვასწავლით. გერმანიის გამოცდილება მინდა რომ გავიხსენო აქვე, სადაც შესაძლებლობა არსებობს, რომ სანამ აღზრდელის პროფესიას აირჩევს ადამიანი, ჯერ შედის აქვს შესაძლებლობა, რომ შევიდეს ჯგუფში და დააკვირდეს და მოსინჯოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა ეს პროფესია. და ალბათ ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება რომ გააკეთო, მაგრამ როდესაც კი მაგრამ მეორეს მხრივ რო შევხედოთ, ხო, როდესაც მე ბაკალავრზე ვსწავლობ და ჩემი ცოდნებიდან გამომდინარე მიჩნდება სურვილი და ვხედავ ჩემ თავს როგორც აღზრდილ პედაგოგად, ეს ალბათ ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც შინაგანად მე მაქვს ეს პედაგოგიური უნარები და დამოკიდებულებები და თუმცა ბავშვის მიმართ სიყვარული საკმარისი არ არის, ხო? ანუ ჩვენ ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრ ცოდნას მოითხოვს. ანუ ჩვენ მივხვდით იმას, რომ იყო რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც წელს გადაიჭრა, ანუ ყველა კერძო ბაღს ექნება თავისი აკრედიტაცია. თუ არ ექვემდებარება ამ აკრედიტაციას, ის აუცილებლად უნდა გაიაროს რაღაც ეტაპები, რომ ეს შეცვალოს. თუ იმდენად ცუდია მდგომარეობა, რომ ეს არ იცვლება, ანუ უნდა დაიკეტოს, ხო? ესე, ლოგიკურად თუ იმსჯელებთ, ესე უნდა მოხდეს. საჯარო ბაღებში ყველაფერი არის სტანდარტული, ყველაფერი ერთნაირად აქვს, გარდა რაღაცა შიდა პროცესებისა, ხო? აი, თუნდაც ის თამაშები ან ზეიმები. რეალურად შიდა პროცესები მსგავსი აქვთ და სტანდარტების დაკმაყოფილების მიხედვით, აი ხა საჯარო ბაღების საკმაოდ ჭრელია, ხო? ანუ კურიკულუმი დღეს უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ავირჩიოთ რა მეთოდებით ვასწავლოთ ბავშვს. და ეს საჯარო ბაღშიც კურიკულუმი შეუძლიათ, რომ თავიანთი გქონდეთ რეგიონების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. თუმცა კონკრეტულ სტანდარტებში უნდა ჭდებოდეთ, ხო? და რაც შეეხება კერძო ბაღებს, კი ეს ესეა, ესეთი მოლოდინი არსებობს, ჯერჯერობით კერძო ბაღის ავტორიზების საბჭოს გამოცდილება თუ არ მეშლება მხოლოდ ერთი იყო, იმიტომ რომ ახალი გაიხსნა და თუ ახალ ბაღს ხსნი აუცილებლად ავტორიზების სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. სხვა შემთხვევაში არ გაქვს უფლება, რომ ფუნქციონირებდე და აქ ჯარიმები და სხვა მექანიზმები მუშაობს. რა დროსაც სისტემა ამ ეტაპზე უფრო ლოიალურია, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესები მიდის, როგორც აღნიშნე, ბაღებში, როგორც საჯაროში, ასევე კერძოში ჩვენ ვეჩვევით ხარისხზე მუშაობის კულტურას ვიმუშავებთ ახლა და ანუ ბიზნესი გადადის არა როგორც მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს, არამედ ხდება როგორც საგამართლო დაწესებულება და უკვე სხვა ტიპის პროფესიონალიზმი ჭირდება ასეთ მუშაობას. ბიზნესის კუთხით მინდოდა დამესვა კითხვა. აი ეს ზღვარი როგორ დავიჭიროთ, რომ მხოლოდ ბიზნესი არ ვიფიქროთ, იმიტომ რომ მაინც ახლა კერძო ბაღები იხსნება, იმიტომ კი არა რომ მე ძალიან მიყვარს ბავშვები და მოდი გავხსნი, ალბათ შემოსავლის წყაროც, ალბათ კი არა შემოსავლის წყარო უნდა იყოს იმ კონკრეტული პიროვნებისთვის, ვინც მაგას ხსნის. და როგორ დავიჭიროთ აი ეს ზღვარი ბიზნესსა და ბავშვის მოვლას შორის. აი სად არის ძირითადი პრობლემას, რას ეხლა შენი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები, იმიტომ რომ რადგან გეკითხები, რადგან ბევრი ბაღი გაქვს უკვე ნანახი, უკვე შიდა პროცესებით ნანახი გაქვს, სად აეკონომებენ ფულს იმდენად, რომ ეს შესაძლებელი არის რა, ანუ ხვდები რას გეკითხები, რომ აი როგორ დავიჭიროთ ეს ზღვარი, რომ თუნდაც ბიზნესი ბიზნესისთვის, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუნდაც მაინც არის ხარვეზები. კი, აი როგორ არის, სწორად აღნიშნა, ხშირად კერძო სექტორის მიმართულებაში, ანუ ეს ბიზნესად აღიქმება და ანუ რაღაცა საპირისპირო მხარეები გამოდის, ზრუნვა და მოგება. ამ დროს ეს
ურთიერთდაკავშირებულია. ანუ თუ მე ხარისხი არ მაქვს იმ დონეზე, რომ ბავშვზე ვზრუნავ, თუ არ ვიცავ კვების სტანდარტებს და ეკონომიას ვაკეთებ კვებაზე, თუ მე ეკონომიას ვაკეთებ აკადემიური გუნდის ბენეფიტებზე ან ჰონორარზე, თუ მე ეკონომიას ვაკეთებ ავეჯზე, ინტერიერზე ან საგამართლებლო რესურსებზე, აი პირდაპირ ეს აისახება იმაზე, რომ მე ბიზნესი ვერ მექნება და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ გარდა ავტორიზების სტანდარტებისა, მშობელი ძალიან კარგად მომზადებულია დღეს უკვე იმისთვის, რომ იცოდეს რა კითხვა დაუსვას დაწესებულებას და იცოდეს როგორ უნდა რომ აღიზარდოს თავისი შვილი. ანუ აღზრდის მეთოდებზეც უკვე მშობლებს აქვთ ამაზე ინფორმაცია და თუ არ აქვთ, ძალიან მარტივად უკვე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამ საბაზისო ცოდნას იღებენ და მომზადებულები მიდიან დაწესებულებაში. კერძო ბიზნესი ბაღის სახით ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ეთიკურობის მომენტიც შემოდის, ხო? ანუ მნიშვნელოვანია, რომ კი, ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ჭირდებათ მოგება, ხო? ანუ მოგების და ფინანსური კეთილდღეობის გარეშე ვერანაირი ორგანიზაცია ვერ განვითარდება კერძო სექტორში, ხო? და აი აქ შემოდის ეთიკურობა. მე მოგება იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ბავშვის კეთილდღეობა, თუ მე მოგება და კეთილდღეობა თანაბრად მაქვს და ზუსტად აქ არის ხარისხი და პროფესიონალიზმი აქ შემოდის. გვაქვს ისეთი გამოცდილება, რომ დაწესებულება, როგორც აღნიშნე, კვებაზე აკეთებს ეკონომიას, გვაქვს დაწესებულება, რომელიც თანამშრომლის შრომაზე და აი დასვენების დღეებიც რო ავიღოთ, ხო? კერძო სექტორისგან მოლოდინი აქვს მშობელს, რომ სახელმწიფო დასვენების დღეებში მუშაობდეს. თუმცა მეორე მხრივ, კერძო სექტორშიც ადამიანები არიან დასაქმებულები, ხო? მათაც აქვს თავისი უფლებები, როგორც დასაქმებულ ადამიანებს და სულ იქით რომ გადავდოთ, ჭირდებათ რესურსების აღდგენა, დასვენება თავადაც. და აი ზუსტად მე აქ არის, აქ იკვეთება კერძო ბიზნესის როგორც ორგანიზაციის როლი, როგორ მართავს შიდა პროცესებს და როგორ ანაწილებს რესურსებს, ხო? და როდესაც ესე ეკონომია ხდება აღრძელზე, არასვენებენ დასვენების დღეებში. თუმცა სახელმწიფო ბაღებშიც სახელმწიფო ბაღებში კი ასვენებენ, მაგრამ რო ვთქვათ, რომ განსხვავებული მაღალი ხელფასები აქვთ, რო ვთქვა, რომ უღირთ იცით სვის როგორ თანაბრად არის აქვთ ეგ მომენტი დაცული. სახელმწიფო ბაღებში სხვა ბენეფიტებიც აქვთ თანამშრომლებს. აი მე არ ვამბობ, რომ ეს მისაღები და ღირსეული ხელფასია, რაზეც მუშაობენ იმდენ კი, ხელაში რომ შრომასდებენ. აიდება, რომ ნამდვილად კი, თუმცა წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ ხელფასის გაზრდის ტენდენციას საჯარო სექტორში და გარკვეულწილად კერძო სექტორშიც. საჯარო სექტორში და არა გვაქვს შესაძლებლობა ვისარგებლოთ დაზღვევით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს შეიძლება ჯერ ეს გამოცდილება არ აქვს, სახელმწიფო დანამატები და ასე შემდეგ. და ასევე ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში განრიგის მიხედვით იცვლებიან პედაგოგები, ხო? ანუ რაღაც კონკრეტულ სლაში შეიძლება მუშაობდნენ და ეს გამოცდილება კერძოსაც, ანუ შესაძლებელია რა ქონდეს, ანუ ეს გამოსავლები აი თანხის დაზოგვა ესეთ საკითხებში ნიშნავს, რომ ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება, იმიტომ რომ პირდაპირ მშობლის კეთილდღეობაზე და ჯერ ბავშვის კეთილდღეობაზე აისახება და მერე მშობლის. თუმცა გარკვეული წითელი ხაზები ყველგან არსებობს ეგეთი კითხვაც საზოგადოებაში, თუ რატომ სახელმწიფო ბაღები მუშაობენ 10-დან 6-მდე, 9-დანაც აქვთ, რა თქმა უნდა, ბავშვების მიღება, ჩავთვალოთ 9-დან 6-მდე და კერძო ბაღები გვთავაზობენ უფრო დიდ დროის განაკვეთს. მით უმეტეს ჩვენს რეალობაში სამსახური ზუსტად იმ დროს იწყება და მთავრდება ძირითადად უმეტესობა, რაც ბაღი. ანუ რა დროის მონაკვეთში უნდა მოასწრო იმ ბავშვის მიყვანა, გამოყვანა, ანუ როგორც ხვდები, ეს არის ძირითადი განსხვავება, რატომაც მშობელი ირჩევს კერძო ბაღს და არა სახელმწიფო ბაღს. შესაძლებელია ესე შევხედოთ, რომ ეს კონკრეტული მშობლის კონკრეტული სეგმენტისთვის ეს ძირითადი განმასხვავებელი იყოს, იმიტომ რომ მართლაც კერძო ბაღი, როგორც ან ზოგადად საჯარო ბაღიც ძალიან
ხარდამჭერია მშობლის, ხო? მაგრამ იმ ბიუროკრატიის გათვალისწინებით, რაც საჯარო სექტორში არსებობს, სრულად ვერ ვახერხებთ მშობლის ხარდაჭერას ამ სივრცეში, ხო? ეს უფრო რაღაცა დიდ სისტემურ საკითხებზე გადის, რომელზე უნდა იწყებოდეს საჯარო ბაღი, რომელზე უნდა მთავრდებოდეს კერძო ბაღების შემთხვევაში, ერთ-ერთი არჩევანის გამოპირობებელი მშობლისთვის ეს არის კი, რომ რომელ საათზე იწყება და რომელზე გაყვანა შემიძლია. თუმცა თუ დავფიქრდებით იმაზე, ბავშვის კეთილდღეობისთვის რა არის მნიშვნელოვანი კონკრეტულ ასაკში მით უმეტეს და თუ ჩვენ საუბრობთ ბაგას ასაკზე, სანამ საჯარო ბაღში მივიყვანთ სანამ საჯარო ბაღში მივიყვანთ ბავშვს და მშობელი უნდა მუშაობდა, დეკრეტი ამოეწორა, იმიტომ რომ საკმაოდ მცირე ვადა არის და რას აკეთებს მშობელი? ხო, არა აქვს ძიძის აყვანის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძიძის მომსახურებაც ძალიან გაძვირებულია და გადაწყვეტილებას იღებს, რომ ეს კერძო ბაღში მიიყვანოს ბავშვი, მაგრამ აქ ნახეთ როგორ არის ბავშვის კეთილდღეობიდან გამომდინარე, მე როგორც ამ სფეროში ჩართული ადამიანი არ ვაძლევ რეკომენდაციას იმას, რომ კონკრეტულ ასაკამდე, მაგალითად, თუნდაც 1 წლამდე ბავშვი კერძო დაწესებულებაში იყოს, ან წელიწად ნახევარი კიდევ შეგვიძლია 1 წლიდან 2 წლამდე კიდევ რაღაც შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ არ მივცემდი რეკომენდაციას, რომ მაგალითად 9-დან 7-მდე ამ ასაკის ბავშვი დაწესებულებაში ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვა ტიპის ზრუნვა ჭირდება. ანუ აქ უკვე იმ პრობლემას ვეჯახებით, რომ თვითონ შიგნით პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყანა იწყებს მუშაობას ძალიან გვიან. ძალიან სისტემურია. კერძო ბაღების ცდილობენ, რომ მომსახურება ქონდეთ ისეთი, რომ მშობელს ეს მოეწონოს და იყიდოს, ხო? აი უხეშად რო ვთქვათ. მეორე მხრივ ბავშვისთვის რა არის კარგი, აი ეთიკურობის ნაწილზეც მივდივართ, რომ მშობელს უნდა აბუხსნა, რომ კი ეს შეიძლება შენთვის ხელმისაწვდომი ესია და ასე უფრო რაღაც ტექნიკურ საკითხებს აგვარებ, მაგრამ ბავშვისთვის ეს შეიძლება საზიანო იყოს ბავშვის ემოციური მდგომარეობისთვის. მეორე მხრივ მშობელი ამბობს, რომ აი მე თუ ესე არ დავგეგმე, უბრალოდ სამსახურს დავკარგავ და აქ შემოდის კიდევ ის საკითხი, რომ ხო, დედა ხარ და მოდი იყავი რა, ბავშვს მიაქცია მაშინ ყურადღება და აი არ არის თვალ ესეც სწორი არგუმენტი, იმიტომ რომ ბავშვებს ჭირდებათ რეალიზებული დედა, ხო? არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მუშაობდე, ან თანხა არ გჭირდება, რომ თუნდაც ის შვილი შეინახო, რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ყველა ადამიანს და ანუ გამოდის ესე იგი მაინც ვეჯახებით იმას, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ჩვენს დამსაქმებლებსაც ვუწოდებ, რომ ცოტა ლოიალურად იყვნენ განწყობილი ჩვენ მშობლებთან, დედებთან, რადგან ყოველთვის მეც მქონია მაგის გამოცდილება და ძალიან რთულია, როცა ხარ დამოკიდებული მესამე ადამიანზე, რომელიც უბრალოდ შეიძლება არ გაგითვალისწინოს და თქვას, რომ არა, ეს არის ჩემი სამუშაო შიდა კოდექსი, შენ უნდა იყო აქედან აქამდე აქ, გააკეთო ის, რაც გევალდებულება და თუ არ გამოგდის, მაშინ დატოვე ადგილი იმ ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია შენ ჩაგანაცვლოს და თან ამის თქვის უფლებაც არ აქვს და უბრალოდ გაიძულებენ. ხო, გაიძულებენ. მე მქონია ეგეთ შემთხვევები, ძალიან ცუდი გრაფიკები და ბოლოს მე თვითონ კი, ეს იცით რა არის, ზუსტად ეს არის, რომ აი მშობლებიც წუხილიც აი ჯგუფებს თუ გადავხედავთ რა იპოსტება და არის, რომ აი ბაღმა ხელი შემიწყოს და ამ დროს შეიძლება ჩვენ დამსაქმებელთან მივიდეთ, ანუ უფრო მეტად ვიხმაუროთ იმ საკითხში, რომ მე მეტი დრო მჭირდება ჩემ შვილთან რომ გავატარო, მე მჭირდება სამსახურიც, მაგრამ ეს დეკრეტული შვებულება ან გათვალისწინება, მაგრამ არიან, ანუ კერძო სექტორშიც გააჩნია ისეთი პასუხისმგებლოვანი ორგანიზაციები, რომელიც ამას ითვალისწინებენ. ვერ დავუკარგოთ. მეტი წილი ალბათ მაინც ძალიან რთული სიტუაცია ამ ხრივ ხო, რომ არ ითვალისწინებენ შვილიანი მშობლების გრაფიკს. ჩვენი უკმაყოფილება ზუსტად აქ უნდა მივმართოთ და არა იქ, რომ ბაღმა იმუშაოს. თუმცა ასევე მინდა გავიხსენო ერთი გამოცდილება ფინეთიდან, სადაც 24 საათიანი საბავშვო ბაღი იყო. შოკის მომგვრელი იყო ამის შესახებ, რომ გავიგე. ხო, აი ძალიან ბევრი კითხვა მქონდა თავში და ეს არის
ისეთი მშობლებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამსახურებში მუშაობენ, საავადმყოფოებში, ცულებია, საპატრულო პოლიციაში, ღამისვლა ხო, და აი სახანძროში და ამ დროს აი მეთქი რა ხდება, ხო და ამ დროს აღმოვაჩინა, რომ პრაქტიკაშიც ქონიათ ისეთი გამოცდილება, რომ მშობელი განქორწინებული ოჯახებიდან ვინც არიან, ცოტა ცოტა ფოროტად იყენებდნენ ეს 24 საათიან ბაღებს, რომ ტოვებდნენ ბავშვს და ქონიათ ისეთი გამოცდილებაც, რომ აღარ აკითხავენ ან ხო აი რაღაც ამაზე მუშაობდნენ, რომ ეს ვადები კამკაცრებულიყო, რამდენი საათით დატოვებ 24 საათიან ბაღშიც, არა იმიტომ რომ 24 საათი ბავშვი იქ იყოს, არამედ იმიტომ რომ დროის ღამის სხვადასხვა ცვლაში, ხო, მონაკვეთში, დროის ანუ სხვადასხვა მონაკვეთში იყოს და აი ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაგ დროს ისევ ბავშვის კეთილდღეობასთან მაქვს, იმიტომ ხო, რომ და აი არა პირადად, რომ ხო, აი მე ესე მინდა და მე დღეს მოდი ვტოვებ ბავშვს, იქ იძინებს, ну კი ძილში ვთქვათ, რომ ეს არიან იღვიძებს რა მონაკვეთში და დედის სრუნვა ჭირდება ან მშობლის და ხო, აი რთულია, მაგრამ ესეთი სამსახურებიც ხო გჭირდება, სადაც კი, რა ექიმები თქმა არიან უნდა. და დედების და ქალების შრომითი ძალა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ხო? აი მათი ცოდნა, პროფესიონალიზმი ძალიან გჭირდება და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამას ნელ-ნელა კიდევ უფრო ამასობაში დავაკვირდებით. ჩვენ აი რადგან დედის როლზე ვსაუბრობთ, ჩვენ საზოგადოებაში არის ეგეთი აზრი, ესე დავარქვათ, რომ რადგან შენ ხარ დედა და თუ პირობითად შენ არ მუშაობ, შენ თითქოს არ გაქვს უფლება რომ მიიყვანო ეს ბავშვი ბაღში. რაღაცნაირად უფროს თაობას აქვს ძირითადად ეს, რომ აი რატომ მიყავს ბაღში, შენ ხო არ მუშაობ. თუნდაც გაქვს ხო საშუალება რომ არ იმუშაო და რატომ მიყავს, რით იხლები? და აი შენ როგორც მრავალშვილიანი დედა თან ამ სფეროში ესეთ ჩახედული ადამიანი მაინტერესებს, მე მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს რომ აუხსნა, რომ ეს არ არის დანაშაული და აი რისთვის არის ბაღი საჭირო? ხო. გინდ კერძო იყოს, გინდ სახელმწიფო, რა რატომ არის საჭირო და აუცილებელი ბავშვის მიყვანა? ნუ ასაკს უკვე თავი რო დავანებოთ, პირობითად 3 წლიდან. აი, ნახეთ, დედის პერსპექტივიდან თუ შევხედოთ, დედა რას აკეთებს ამ დროს, დედას ძალიან რთული ღამეები აქვს გამოვლილი და შეიძლება უბრალოდ დაძინება ჭირდებოდეს, ან თავზე ზრუნვა, ან განვითარებისთვის დროის დათმობა, ხო? და ბავშვს რო გადავიდეთ, ბავშვს ჭირდება რეალიზებული დედა. მე როგორც სამშვილის დედას მქონდა ეგ გამოცდილებაც, რომ უარი კი არ ვთქვი დაღლილი ვიყავი, უბრალოდ აღარ შემეძლო მუშაობა და სახლში ვიყავი, ბავშვებს ვაცილებდი ბაღში და მოვდიოდი უკან და ჩემო შვილო მიმანიშნა, რომ ძალიან უნდოდა რომ ვენახე რაღაც კაბაში გამოპრანჭული და ანუ მნიშვნელოვანია ძალიან ბავშვებისთვის რომ ხედავდნენ რომ დედა არის რეალიზებული, მშვიდი, მოვლილი, გაწონასწორებული და ბავშვის პერსპექტივას რომ დავუბრუნდეთ, ბაღი არის სოციალური განვითარების ადგილი. რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს დედას და რომ ამბობ ბავშვები ხო ოჯახშიც არიან, ოჯახში ბავშვი არის და, ძმა, შვილი. ეს როლები აქვს და ბაღში ის არის ინდივიდი, პიროვნება და ვითარდება სრულად განსხვავებულად, ხო? მას ეს ჭირდება იმისთვის, რომ პირველი სოციალიზაციის ადგილია და ჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპებზე ცხოვრებისთვის მოემზადოს. იქ სწავლობს ემოციურ რეგულაციას. ბაღში მოდით ვისაუბროთ, რომ ჩვენი სისტემა გამართულია ამ რეალობიდან, მას პროფესიონალები ხვდებიან. ხო? ანუ დედა ვერ იქნება ადრეული განათლების სპეციალისტი, კი, ნამდვილად. რომელიც ყველა მიმართულებით განავითარებს ბავშვს. ყველაფერი რო იცის, იქ ჩახედული, აქ ჩახედული, ამას მოდი მე აქვე. მოვაგვარებ და არ გვინდა ფსიქოლოგია, ანუ კი. როგორც ვიცი, ახლა ახლოვდება მეორე ეტაპი რეგისტრაციის ბაღებში და რას ურჩევდი მშობელს, რას მიაქციოს ყურადღება, მაგალითად თუნდაც ის გარემო იქნება ბაღის თუ შიდა პოლიტიკა, ასე ვთქვათ, რას მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ კარგი ბაღი აირჩიოს და თან იყოს მშვიდად, რომ ბავშვი არის იდეალურ გარემოში და იდეალურ პირობებში. იდეალური ცოტა ფუფუნება, მაგრამ პირველ რიგში თუ ახლა გვიყურებენ ორსულები, რომლებიც ბავშვს ველოდებიან, ვურჩევდი, რომ ბავშვის განვითარების სახელმწიფო სტანდარტს გაეცნონ, სადაც
აა ძალიან კარგმა ადამიანებმა, პროფესიონალებმა იმუშავენ სამ სტანდარტებზე. კარგად არის გაწერილი და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. რა ეტაპებს უნდა გადიოდეს ბავშვი განვითარების, ანუ კონკრეტულ ასაკში რა განვითარების ეტაპზე უნდა იყოს, ხალხო უნარების მიმართულებით რა უნდა შეეძლოს რომ გააკეთოს და ამის გამოცდილებით უნდა შეაფასონ რამდენად მომზადებულია ბავშვი ბაღის გარემოსთვის თუნდაც, ხო, კონკრეტულ ასაკში. ბაღის შერჩევისას როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ საბავშვო ბაღის გამკრავი, მოდით ისეთ პრაქტიკულ რაღაც ჩევებს ვიტყოდი. მაგალითად ბაღში შევდივარ და როგორ შევაფასო ეს გარემო ჩემი შვილისთვის შესაბამისია, ხო? ანუ გარე სივრცეშიც კი უნდა იყოს რაღაცა გამოყოფილი ეგრეთ ცენტრებს ვეძახით, ხო? ანუ ფიზიკური მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის, ანუ სასრიალო თამაშებისთვის, კერძო ბაღებში გვაქვს ესეთი პრაქტიკა, სადაც ეზოს უკან მაგალითად ჩემი შვილები ახლა სადაც დადიან, იქ აქვთ ბოსტანი, მაგალითად, სადაც ესენი არის უკვე მანიშნებლები, რომ ბაღის აკადემიური გუნდი აქტივობებზე ფიქრობს და მუშაობს. ხო, როდესაც შევდივართ შენობაში, ვაკვირდებით ვიზუალური მანიშნებლები, რამდენად არის კედელზე, ხო? ანუ ბავშვებმა ხომ არიციან კითხვა და ამ ვიზუალური მანიშნებლებით სივრცეში გადაადგილება უადვილდებათ. რამდენად არის სად და როგორ ბაღის ბავშვის სიმაღლის შესაბამისი ავეჯი და ჯგუფში საერთო სივრცეში რამდენად არის გადანაწილებული ცენტრების სხვადასხვა აქტივობების მიხედვით, მაგალითად დრამატული ცენტრი, სადაც შეიძლება მოიდგონ კონკრეტული როლი და ითამაშონ, წიგნიერების სივრცე გამოყოფილად ცალკე, სადაც მინი ბიბლიოთეკები აქვთ ხოლმე ბაღში. შიდა სივრცე სწორად უნდა იყოს გაყოფილი. კი, იმისთვის რომ ზუსტად ეს მოდით ვახსენოთ ინკლუზიურობა და ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული საჭიროება უნდა ქონდეს ბავშვს, რომ ეს ტერმინი გამოვიყენოთ, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ამ კუთხიდან დავინახოთ ეს ტერმინი, რომ თითოეულ ბავშვს შეძლოს თავისი ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად დაკავდეს კონკრეტული აქტივობებით. ითამაშოს, ხო? ეს პერსონალის ნაწილშიც მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ გადამზადებებს ახლა რასაც ვაკეთებთ, ანუ ვასწავლით როგორ ვათამაშოთ ბავშვი იმისთვის, რომ განვითარდნენ, რომ თამაშით სწავლება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. დაძარებული და მოდი ახლა ყველა ერთმანეთთან ერთნაირად მარტო აი ამას ვაკეთებთ და ვხატავთ, ან მარტო ვძერწავთ, ანუ ვუყუროთ ბავშვს რა მოსწონთ და იქედან გამომდინარე მოვარგოთ, ხო, ალბათ რაღაცნა. კი. სწორად აღნიშნე და აქ კიდევ ერთი რაღაც ისეთი გარემოება იკვეთება, რომ აბა ბავშვი ადგეს და აკეთოს ის რაც უნდა, როცა სხვა რაღაც, ანუ შიდა განრიგი და ჩვენი აღზრდელების პროფესიონალიზმი ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ ჯგუფის წესების თანმიმდევრულად მიყოლა, ხო? და ჩვენი წესები არის, რომ დილით ვიწყებთ წრეზე ვართ, დილის წრე გვაქვს, სადაც განვიხილავთ დღეს რას ვაკეთებთ, ვცვლით მოსაზრებებს. კარგი პრაქტიკის შემთხვევაში აღზრდელი აკვირდება ჯგუფში ბავშვების ინტერესებს, ხო? აი რა წამოწდათ საუბრებში დამოუკიდებელი თამაშის დროს და მოდი მე ხა ამაზე ავაგებ შემდეგ განრიგს და შევთავაზებ, ხო? მოდით გინდათ ეს გავაკეთოთ შემდეგ. მე რასაც გეგმავ, იქნება ეს ხატვა თუ გაფერადება, მაქვს თემა, კონკრეტულ თემასთან კავშირი ამ დროს და რაღაცნაირად ზრუნავრო ბავშვის ინტერესიც გამოვიწვიო, ხო? რაღაც პროვოკაციები შევიტანო, რა ინტერესი გამოვიწვიო იმ ბავშვებში, რომელსაც შეიძლება იმ მომენტში იმის ინტერესი არ ქონდეს, ხო? და ეს აქტივობები მთლიანად თამაშს მიუძღვათ. ანუ თამაში გონიათ ხოლმე ძველი მიდგომებიდან გამომდინარე, დროის კარგვას, კაცო, სულ თამაშობს ეს ბავშვი და ანუ რა უნდა ისწავლოს? მაგით ვითარდება ზუსტად. აი ეს მშობლებს ხანდახან აქვთ ის მოთხოვნა, რომ აი ბაღის შერჩევის ჭრილში რომ გადავიდეთ ისევ, რომ გარემოს სივრცე როდესაც ვნახეთ, ანუ დავინტერესდეთ რა სწავლების მეთოდები აქვს ბაღს და როგორი კურიკულუმი აქვს, ხო, როგორი აქტივობები აქვს და თამაშის წილი
უფრო მეტი უნდა იყოს მშობლებო, რომლებსაც გსურთ, რომ თქვენ მაშულმა ადრეულ ასაკში ისწავლოს სხვადასხვა ენა, დაეუფლოს სხვადასხვა ყველა მშობლის ხო, აი რაღაც მოთხოვნა, ცეკვა, რომ ხუთი კარატე. ენა იცოდეს. კი. ჩემი როგორც სამსფეროს ხარისხის ექსპერტის ან მშობლის მოსაზრება, რომ ბავშვი ადრეულ წლებში უნდა თამაშობდეს და თამაშობდეს განმავითარებელი თამაშებით, ხო? თუმცა ის რომ მაგალითად კოშკის აშენების დროს ბავშვი რამოდენიმე ჯერ იმეორებს ერთი და იგივე მოძრაობას, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს არ ვითარდება. ზუსტად ამ დროს აკეთებს დაკვირვებებს და თუ აჯახებს სათამაშოს, ხმა საკვირდება, ხო? კი, ამიტომ სულცი. აქვთ ხოლმე ზოგ ბავშვს განსხვავებულად მოთხოვნა რაღაცის გადაგდების, გადმოგდების, რო აფუჭებენ, ჭმუჭინიან, ანუ აინტერესებთ რატო ხდება ეს. კი, ექსპერტი ყალიბდება ჩვეულებრივად და ჩვენ ამ დროს ვეუბნებით, რომ იცი რა შენ ახლა უნდა დაჯდე, ჩვენ გვაქვს ინგლისურის გაკვეთილი, პირობითად უფრო მაღალ ჯგუფებზე მაქვს საუბარი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ბაღის შერჩევის ეტაპზეც და ზოგადად ბაღი არ არის ადგილი, სადაც დროებით ვტოვებთ ბავშვს, ბაღი არ არის ადგილი, სადაც სკოლისთვის ამზადებენ. ბაღი ამზადებს ცხოვრებისთვის. ანუ სკოლისთვის სასკოლო მზაობაც ესე ესმით, რომ უნდა იცოდეს ანგარიშების რაღაც დათვლა, უნდა კითხვა, აი ზოგ ბაღში კითხვასაც კი ასწავლიან ბავშვი შედის ჯგუფში, კითხვა იცის, მაგრამ ისიც რა, ამასაც თავისი მეთოდები აქვს. შეიძლება მე ანბანით დავაინტერესო ბავშვი ლოგიკური მსჯელობა ვასწავლო და ამ დროს რიცხვებიც ვასწავლო, მაგრამ მეორე მხრივ მე თუ ამას წიგს გადმოვუდებ და ანუ გეგმის მიხედვით აიას ვასწავლი, რაც სკოლაში უნდა გააკეთოს, ეს არის სრულიად შეუსაბამო. ხო? კი, სხვადასხვა დატვირთვა მოდის მის გონებაზე, ასე ვთქვათ, და ძალიან იღლება. ცხოვრებისთვის მომზადებაში იგულისხმება ერთ-ერთი საფეხური დიახ არის სკოლაც, მაგრამ არა მხოლოდ სკოლისთვის მომზადება, ხო? და დღესაც აი ძალიან ბევრჯერ ჩემს კოლეგებთანაც მქონია ამაზე საუბარი, რომლებიც დაწყებითი მასწავლებლები არიან, დაწყებითი კლასების, აი ჩვენ ვამბობთ და გვჯერა, რომ ბაღი ამზადებს სკოლისთვის, მაგრამ რეალურად არ არის ეს. ანუ ჩვენი კოლეგები დაწყებით კლასში ჩივიან იმაზე, რომ ბავშვებმა თვითმოვლის უნარები არ აქვთ ბავშვებს, ვერ აიდენტიფიცირებენ, ვერ ამბობენ, ანუ თავისი აზრის გამოთქმას უფრთხიან, მეორე ბავშვთან კომუნიკაციაში ვერ შედიან და ეს გაჯეტების დამსახურებაც არის, რომ აი სოციალურად ვერ ვითარდება ბავშვი, ხო? ემოციური კომპეტენციები, აი სითამამე, სილაღე, ის რომ თუნდაც ელემენტარული თასმის შეკვრა იცოდეს, ხო? როდესაც სკოლაშია, ხო, რომ არ იყოს დამოკიდებული სხვა უფროსზე და რაღაც ელემენტარული რაღაცები შეასრულოს თვითონ. კი, და თუ სხვა მეგობრის კალამი მოსწონს, ესე არ წაართვას და მოლაპარაკება აწარმოოს კომუნიკაცია, ხო? აი ლოგიკური მსჯელობა განვითარდეს. ანუ ეს არის, ამას უნდა აკეთებდეს სასკოლო მზაობის პროგრამა, იმისთვის, რომ ჩვენი შვილების სკოლის პერიოდიც არ იყოს მტკივნეული. მე ვისურვებდი ყველა მშობლისთვის, რომ გქონდეთ იმის შესაძლებლობა და გარემო პირობები, რომ თავიანთ შვილთან აი ეს პროცესი ოჯახში ყოფნის ალბათ დღეს უკვე ფუფუნებაა, რომ არ დაგჭირდეს სამსახურში გასვლა აი ამ პერიოდამდე, სანამ ბავშვი ბაღის ასაკის გახდება. მით უმეტეს დეკრეტული შვებულება, ანაზღაურება, დი არის ძალიან მცირე. მე არ ვიცი ერთი წლის ბავშვს, როგორც ვიცი, შრომის კოდექსში 12 თვე არის ანაზღაურებადი. თუ არ ვწდები მაგ მომენტში 9 ან 12 ესე მახსოვს მე პირადად და ეს არის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და თუ ის ადამიანი ვარ ვისაც სჭირდება ეს სამსახური და ფინანსურად აი მე მჭირდება რომ მე გავიდე ძალიან რთული არის მოერგო ამ სისტემას აი რას ვაკეთებთ მერე ხო ვის ვანდობთ მით უმეტეს სახელმწიფო ბაღები არის 2 წლიდან ბაგაჯგუფები მაშინ კერძო ბაღს უნდა მივართოთ და კერძო ბაღი იმდენად ბევრი არის რომ უნდა იცოდე როგორ აარჩიოს სწორი. და ზრუნვის მომენტი აი განსაკუთრებით ბაგაში განსაკუთრებით რთულია. პროფესიულად ხო რთულია აღდო პედაგოგის პოვნა კერძო სექტორისთვის რომელიცაც შეინარჩუნებს და მდგრადობა ექნება და უკვე მზრუნველის ხო ადრეულ თვეებში მზრუნველის შერჩევა და
ნდობა ამ ბავშვების ძალიან რთულდება. ალბათ ზუსტად ამიტომ არის, რომ ლაივ კამერები ან ბაღებს ირჩევენ მშობლები და მინდა რომ აი ამ საკითხზეც მეორე მხრიდან დავაფიქრო მშობელი, რა დროსაც აღზრდელმა, რომელიც ბავშვთან მუშაობს, იცის, რომ მუდმივად მშობელი უყურებს, როგორ სტრესში კი, შეიძლება იყოს ნამდვილად და დისკომფორტია ყოველთვის. ამან ხო დაძაბული ხარ, რომ აი ახლა მიყურებს, კი, აი კი, ამან შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენოს ბავშვს და ისეთი აი რაღაცა ხმაც არ ისმის უმეტესად ამ ლაივ მაინც ვერ კამერებში ხვდები, ხო, ვერ რა ვერ ხდება, გაიგებ კი. რას ეუბნებიან. შეიძლება მე ძალიან მშვიდად ისე უთხრა ბავშვს, რომ გაეთრიე ხა აქედან პირობითად აი და უხეშები რაღაცა რომ ღიმილით და ვერც მიხვდები, რომ ღიმილით, ხო, და ლანցხავს. ამ დროს მე ბავშვს ფსიქოლოგიურად ვაზიანებ უბრალოდ და ანუ ვიცი რა, ანუ ხრიკები ვიცი როგორ კამერაში როგორ არ გამოუჩნდე ცუდი ხო, და ან ცოტა ისეთი რაკურსით დავდგე, მით უფრო სადაც ეგ როცა არ ბავშვი არ ჩანს. მეტყველებს. ანუ და ვერ ეტყვის დედას, ხო, კი ამ ბატონო, ყველაფერს. კი. ანუ იქამდე მივდივართ, რომ ეს ლაივ კამერები ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარისხი ხარ მაქვს. დაცული და ხარისხიანი ძალიან კი, მაღალი კი, დონის. ყოველთვის ამას არ ნიშნავს. ასევე მინდა რომ დავამატო აუცილებლად მშობლებმა, რაც უნდა გაითვალისწინონ, მშობელთან კომუნიკაცია, მშობელთ გამჭვირვალობა ამ ყველაფრის და მშობლის ჩართულობა არის ბაღების ვალდებულება. ანუ თუ ხედავენ, რომ ბავშვ ჯერ ერთი ადაპტაციის პროცესში ხო აუცილებელია, რომ მშობელი ბავშვთან იყოს რაღაც პერიოდით, ანუ იქნება ეს რამოდენიმე დღე თუ ერთი კვირა, თუ ორი კვირა ბავშვის ესე დამიტოვე და ტირის და გადაუვლის და შენ წადი, პირველ დღეს ვინც უმეტეს ეს კი, ანუ აი ნამდვილად. ძალიან ძალიან დამაზიანებელია ბავშვისთვისაც და აღზრდელისთვისაც ხო თვითონ რომელსაც უტოვებთ, აი როგორც მაგალითი იყო რა რამოდენიმე ბავშვი, რომელიც ტირის მუდმივად უბრალოდ, ტირის და ხო? კი მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორ ხდება მშობელთან კომუნიკაცია და აქვე დავამატებ იმას, რომ მშობლებო ბაღმა უნდა გაგიზიაროთ თქვენი ბავშვის განვითარების მიღწევები და გამოწვევები. საბავშვო ბავშვის განვითარების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. და თანამშრომლობა უნდა იყოს მიმღებლობითი, ხო? ანუ აუცილებელია, რომ მშობელმა იგრძნოს თვითონაც კომფორტულად თავი. ანუ მე თუ როგორც მე მშობელს მაქვს კონფლიქტი აღზრდელთან, ან დაწესებულების სხვა თანამშრომელთან და მე მით უმეტეს ამ კონფლიქტს არ ვმალავ და სახლშიც ვსაუბრობ ამაზე და ანუ ბავშვი უბრალოდ აი დაფიქრეთ ვერ ხვდება, ანუ თუ დედა ჩემი და მამა ჩემს აქვს პრობლემა ჩემ აღზრდელთან, ხო, რომ რატომ სახელიც მივყავარ? მესმის და ბაღი მესმის და ბაღში მივდივარ, ანუ სად მტოვებს, ხო? და კი, დისონანსია გარკვეული, ხო, რომ რა ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბავშვის პერსპექტივიდან, აი მშობლის ჩართულობის ნაწილშიც როგორ კომუნიკაციას ამყარებს შვილთან, მასთან. მაგალითად, აი და ფოთლები აქვთ ხო აღზრდელებს? კი, გისმენთ. ბოდიში გაწყვეტინებ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. ანუ გამოდის, რომ თქვენი ორგანიზაცია, Kids Office, ამ კუთხითაც ატრენინგებს, ხო? კი, კი. პედაგოგებს, როგორ მიაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მშობელს არ მოეწონოს. ან ზოგი ბავშვი ikbინება, ზოგი იჩქმიტება, ზოგს რაღაცა გარკვეული პრობლემები აქვს ქცევაში და როგორ მიაწოდო ისე, რომ კი. არ იყოს კონფლიქტი, სავარაუდოდ მაგაზეც მუშაობ. კი, კი, ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან კარგი ტრენინგი, კომუნიკაცია, როგორ მშობელთან, როგორ დავამყაროთ და თანამშრომლებთანაც ასევე, იმიტომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, კოლეგიალურობის მომენტი, ანუ ვინაიდან ახლა ვართ იმ გზაზე, რომ ბაღები გახდეს მდგრადი ორგანიზაციები და რაღაცა სისტემურად გავმართოთ, კოლეგიალურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? თანამშრომლობა და თანამშრომლობითი კულტურა მარტო თანამშრომლებთან არ არის, ხო? არის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის კულტურა და მე ამას ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ხო? როგორ ითანამშრომლობენ ერთმანეთთან, თუნდაც სათამაშოს გაზიარების ნაწილში ან კონფლიქტი როგორ მოაგვარონ. ჩვენ გვაქვს ეს კურსი და ძალიან ისეთი გამოწვევა ის არის, რომ აი ყველაზე მეტად რომელ დაწესებულებაში საჭიროა ესეთი ტრენინგები, ძალიან დარწმუნებულები არიან, ეს ტრენინგი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ხო ეს ალბათ პიროვნული ამბავიც არის, აი ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ რაღაცა არ მჭირდება ამ დროს. გამოცდილებიდან გამომდინარე გამოწვე, როგორც ის მას პედაგოგი, რომელმაც 30 წლის გამოცდილება მიიღო ამ სფეროში და თქვენი ტრენინგის მერე ყველაფერი იდეალურად გაიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში გააკეთა ისე, როგორც იყო
მიჩვეული, სავარაუდოდ ამ ბაღსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, ამ გარკვეულ რაღაც წლების მანძილზე, რაც მუშაობენ, ასეთი სტანდარტებით ხო. მიდიოდნენ და შემდგომ რთულია მათთვის ადაპტაცია, შეცვლა, მოერგო ახალ კი, წესებს მიმღებლობა და უნდა მიმღებლობა გქონდეს ხო ნამდვილად უჭირთ. და მეორე მხრივ ერთი მოსაზრებაა, რომ მომხმარებელი, ანუ მშობელი, ხო მომხმარებელი, საჯარო იქნება თუ კერძო ბაღი იქნება. ერთი დამოკიდებულება, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია, მეორე დამოკიდებულება, რომ მე ვარ პროფესიონალი და მშობელმა რა იცის ახლა, ხო? ან მე ხო, ვიცი მე ეს. უნდა მასწავლოს, ხო. მეგობრებով თანამშრომლობთ. ანუ მე როგორც მშობელი და ორივე არის თქვენ როგორც დაინტერესებული. პროფესიონალი, ჩვენი ერთი მიზანი გვაქვს, ეს არის ბავშვის კეთილდღეობა. მე თუ ჩემ პრაქტიკაში, ანუ მშობელი ვერ ხედავს ხო, ბავშვი მეგობრების გარემოში რა ქცევა შეიძლება აავლენდეს. ანუ ის თუ დაძმებთან სხვა ქცევას აავლენს, მეგობრებთან ის როგორც სრულიად ვახსენებთ, ინდივიდია განსხვავებული და შეიძლება სხვანაირია. იყოს კი. ამიტომ მშობლების მხრიდან მიმღებლობა და დაჯერება იმის, რომ კი, ჩემ აღზრდელი რასაც აკვირდება, მე ამას მიზიარებს და მშობლები გრძნობთ, ხო? აი, გრძნობთ, როდის შეიძლება იყოს ეს არასწორი დაკვირვების შედეგი, ან რაღაცა манипуляციის მიზანი, ხო? გვაქვს ეს ცუდი გამოცდილებებიც. მაგრამ მეორე მხრივ აღზრდებიც უნდა იყვნენ პროფესიონალიზმი ზუსტად აქ არის, რომ ანუ პროფესიულად მე ისე უნდა ვიყო მომზადებული, რომ მშობლის დამოკიდებულება ამოვიცნო, ხო? ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ბავშვის განვითარების სტანდარტები, არამედ ის ჯერ რაღაცა ისეთი ცოდნა გვაქვს რომ ქალები ვართ და დაახლოებით ვიცით დედები რას გადიან. მაგრამ ბავშვს ხო მეორე მშობელი წავს, ეს არის მამა, რომელიც ასევე თანაბრად უნდა იყოს ბაღის ცხოვრებაში ჩართული. აი სულ მაქვს ეს მომენტი, რომ რაღაცნაირად დედები უფრო აი სასკოლო გარემოში წრეებზე უფრო როდესაც აქტიურად ატარებენ, უფრო არიან, აქტიურად კი. არიან და მამა სად არის? ანუ მამა უკან აფინანსებს. აფლანსზე, კი, აი საფინანსებს. დიახ, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის ორივე მშობლის მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ნამდვილად ეგრეა. ამიტომ აღზრდელების მხრიდანაც აი ეს ცოდნა აი შვილი ეყოლათ. პირველი ბავშვია, მეორე დედმამიშვილი ყავს ბავშვს, ახლა ელოდებიან ბავშვს, ანუ ამ ყველაფერს ხო ოჯახის დინამიკაც იცვლება ამ დროს, მიდგომაც მერე იზრდება, იმ მიდგომაც, მშობელთან. მიმღებლობის ამბავით, ანუ ეს ჩვენი ახსოვ პედაგოგები სიბრძნით უნდა დაჯილდოდნენ, ხო, მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ იმ ნაწილშიც, რომ ამოიცნონ ახლა მიმღებლობის პრობლემა აქვს მშობელს, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ვართ პროფესიონალები. ანუ მშობლის მხარეს, მშობელი არის მშობელი. ჩვენ ბაღის მხარეს ვართ და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ აღზრდებიც ადამიანები არიან და შეიძლება ძალიან ცუდი დღე გქონდეთ გამოვლილი და ამას ვასწავლით არ ვუზიარებთ, რომ აი ჩვენ კართან უნდა დავიფერთხოთ ეს პრობლემები, რაც გქონდა, იმიტომ რომ შევდივართ ბავშვებთან კი და იმიტომ რომ ბატონო. ჩვენ გვაქვს პროფესიონალი, ჩვენ ამაში ჰონორარს ვიღებთ, ეს ჩვენი არჩეული პროფესიაა და არც მშობელმა, არც ბავშვმა, ეს ბავშვის მხარე არ არის და არც მშობლის, ხო? კი, ნამდვილად. ძალიან რთულია ხა პრაქტიკაში ამის მეც მქონია ძალიან ისეთი გამოცდილებები. მაგრამ მაინც უნდა კი, შევეცადოთ უნდა ყველამ და ვეცადოთ, რომ რაღაც ჩვენი პიროვნული საზღვრები არ გადაუკვეთოთ, დავრჩეთ კონკრეტულ საკითხის ირგვლივ და მშობლის კეთილგანწყობაც იმ ნაწილში მოვყავოთ, რომ ჩვენ შეგვეძლოს არგუმენტირებულად, პროფესიონალურად იმის ახსნა, რა გადაწყვეტილება არის ბავშვთვის საუკეთესო. მოდი აი ესეთი ბოლო შემაჯამებელი კითხვა დავსვათ. აი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე თუ რამდენი პედაგოგი ყავს უკვე დატრენინგებული, რამდენ ბაღში იყავი და ნანახი გაქვს სრულიად ყველა გარემო, თუ რა ხდება, როგორი მიდგომა აქვს და ეს ყველაფრიდან გამომდინარე. მინდა დაგისვა კითხვა თუ როგორია შენი იდეალური ბაღი? აი, როგორია შენ წარმოდგენაში ისეთი ბაღი, რომელიც პირდაპირ დაამშვენებდა ჩვენს ქვეყანას და იქნებოდა ყველასთვის მაგალითი, რომ შეეცვალათ და მოკლედ აი სამაგალითო ბაღი თეკლე კაპანაძის. ხო, ეს არის ისეთი კითხვა. ფული.
მე მაქვს ხოლმე ჩემი განათლების განათლების პოლიტიკის მოდელები, როგორი შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ბაღები მერე შესაბამისად გვქონდეს და ჩემი ოცნება და მგონია, რომ ამას აუცილებლად მივახცე, რომ ავსტრალიის მოდელი ახლოდან ვნახო, იმიტომ ძალიან რომ მიყვარს ეგ მოდელი მართლა. საერთაშორისო ფორუმებსაც სადაც ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვყოფილვართ, ჩემი მოკლედ სამომავლო მიზანი არის ზუსტად ეს, რომ იქ იმდენად კარგად არის გაწერილი ეს პოლიტიკის და სისტემის დონეზე ეს ყველაფერი, რომ აი უბრალოდ ვეღარ არღორ. ვეღარ ძალიანაც რო გინდოდეს რაღაცა ეს რთულია. ამ პოზიციიდან ესე ვხედავ. ამიტომ მინდა რომ ახლოს გავიცნო ის ადამიანები, ვინც ამაზე ყოველდღურად მუშაობენ და ხო აი ჩემთვისაც ეს საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი ძალიან ბევრი ბიზნესის კუთხით რო შევხედავთ, ეს ბიზნესი არ არის მეუბნები, იმიტომ რომ ჩემთვის არის სოციალური პასუხისმგებლობა, შინაგანი мотиваცია, შინაგანი ინტერესი, რომ მართლა ძალიან ვიცოდე და ვაკვირდები და იდეებზე ვმუშაობ და იდეალურ ბაღზე რომ მიფიქრია, იცი, ალბათ რაღაცა წითელი ხაზებს არ უნდა კვეთდეს რა ეს ბაღი აუცილებელია რომ ბავშვის ინტერესებს მიყვებოდეს ჩემთვის რესურსები კონდეს მრავალფეროვანი აღზრდელს რომ ეს თავის პოტენციალი რაც აქვს აღზრდელს და მინდა რომ სისტემა აღზრდელს ენდობოდეს აღზრდელ პედაგოგის განათლება იყოს ისეთი მაღალი დონის საბაკალავრო დონეზე ვამბობ რომ ინდობოდეს აი ვენდობოდეთ ამას და რომ იტყვის იმის აღზრდელი ბაღის გუნდში რომ შევახსდელი და იტყვის რომ მე ესენი მჭირდება რომ ამ შედეგზე გავიდე ეს იყოს სანდო დაწესებულებებისთვისაც ბავშვზე ორიენტირებული გარემო ფიზიკურად უსაფრთხო გარემო დიდი დოზით მშობლის მონაწილეობა ბავშვის განვითარებაში ბაღის სივრცეში ექსპერიმენტებზე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით რომ ვითარდებოდნენ ბავშვები აქვს და ძალიან ბევრ რატომ კითხვას პასუხობდნენ და ერთად ეძებდნენ აღზრდელთან ერთად ამ რატომზე პასუხს ალბათ არის ბევრი რამე გამომრჩება, იმიტომ რომ ეს ერთი სიტყვით იდეალური ბაღი და დიდი შეუნებით რაღაცას საქართველოს საჯარო და კერძო ბაღებს გავაერთიანებდი, სადაც ეს სხვადასხვა გამოცდილებები არსებობს. ერთმანეთს რომ გაუზიარონ ბოლოს და ბოლოს და რაღაც საშუალო გამოცდილებებში გულისხმობ სადღაც ფიზიკურ სივრცესაც, ავეჯსაც, აღზრდელების კომპეტენციასაც, შენობის განლაგებასაც და ინტერიერს და ინტერიერს და გარე ექსტერიერს და ამებს გავაერთიანებდი. ხა რა თქმა უნდა ბაღების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ვინმეს არ ვაწყენინო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გვაქვს თბილისში განსაკუთრებით, გვაქვს ის საშუალება მშობლებს, რომ ჩვენი საოცნებო ბავშვისთვის ჩვენი განუსახებიდან საეცნებოდ განმავითარებელი გარემოს შერჩევა შეგვიძლია კერძო სექტორში განსაკუთრებით. საჯარო ბაღებშიც ძალიან კარგი გამოცდილებები არსებობს და ძალიან კარგი აღზრდელები პედაგოგები მუშაობენ და ვიმედოვნებ, რომ მათი სამუშაო პირობები იქნება ისეთი, როგორიც მათ ღირსეული და დააფასებს იმ შრომას, რასაც ყოველდღურად აკეთებენ. კი, ნამდვილად უდიდესი შრომა აქვთ ჩადებული. ჩვენ შვილებთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი თაობა ყავთ გაზრდილი და ნამდვილად ძალიან დიდი შრომა არის ამ ყველაფერში და სათანადოდ თუ იქნება ის დაფასებული განსაკუთრებულად. ძალიან მნიშვნელოვანია აი ბოლოს და არ დაგვაუწყდეს ამის აღნიშვნაც, რომ აი ბავშვთა უფლებების ნაწილში, აი ზუსტად ის გადაღლილი და გადამწყვარი აღზრდელები იყენებენ ხოლმე უგულებელყოფის და აი იგნორირება ბავშვის საჭიროებების იგნორირებას. აი იყენებენ რა, ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია სხვანაირად ალბათ იმდენი ბავშვი ყავს ხანდახან აღზრდელს, მაგრამ დაუშვებელია ეს. აი რაღაცნაირად ჩემ ამ იდეალურ ბაღში აი ეს ბავშვის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს დათრგუნული და აი გქონია ესეთ შემთხვევებით, რომ მაგალითად ძილს აიძულებენ ამ ბავშვებმა. კი, არ ეძინება და გინდა თუ არა უკვე წითელი ხაზია რა. და იმედი მაქვს, რომ ესეც დაღლილობასთან არის დაკავშირებული, ის პედაგოგი იხლება, ბევრი ბავშვია ერთ ჯგუფში და ერთი სული აქვს, რომ ჩვენც დედებიც ეგრე ვართ, გვინდა რომ დაიძინოს, რომ 1 საათი მაინც ჩვენთვის უბრალოდ
ვიჩდეთ და არაფერი არ გვქნათ, საერთოდ. კი. უბრალოდ ვიჩდეთ სახლის სიჩუმეში. გარემოში ესია, და თუმცა ბაღის წარმოიდგინე ბაღში გარემოში რა იქნება და ხო, სავარაუდოდ ძილი არის ხო ბავშვისთვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაზა განსაკუთრებით ადრეულ წლებში და აი ეს ხო აღზრდელიც უნდა ყავდეს ხარდამჭერი თანამშრომლები უნდა იყვნენ სათანადო რაოდენობით ბაღში, რომ ეს ჩვენი ახალი სტანდარტებით, რადგან ამ თემას შევეხეთ, ამასაც გავაჟღერებ, რომ აღზრდელებს აი ინდივიდუალური მუშაობის ან პროფესიული რეფლექსიისთვის რო უნდა გქონდეთ, ხო? ანუ ეს ამას ბავშვის დაძინების ხარჯზე კი არა. ანუ ამ სამუშაო გრაფიკში ეს და არც შესვენების ხარჯზე, რომელიც ისედაც ჭირდება ადამიანს რო ცოტა შეისვენოს და აღიდგინოს ძალები, თვით რეფლექსიისთვის ეს დრო უნდა გქონდეს აღზრდელს აუცილებლად. იცით რა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მანდ მუშაობთ, ჩვენ ჩემთავს არ გულისხმობ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ამ სფეროში, იმათ კიდე ცალკეულად აქვთ ოჯახები და უბრალოდ რესურსი რო ქონდეს, მერე თავის ოჯახს დაუბრუნდეს და ეს სისტემური ხარვეზია, ასე ვთქვა და ეს უნდა გამოსწორდეს. იცით როგორ არის? კი, ამ საზრებას ვეთანხმები, რომ ადამიანებს თავის რესურსი სამუშაო გარემოს გარეთაც ჭირდებათ და აი ჩვენი ტრენინგებიც აი როდის ჩავსვათ ეს ტრენინგი, ანუ დღისით აღზრდელი არის ბავშვთან, საღამოს იზოლებული ვხდებით რომ საღამოს და ეს თავის დრო მიაქვს, მაგრამ ამასაც დროით ჭრილში დარეგულირდება ეს საკითხებიც ესე მგონი, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს აი ეს სწრაფი ცვლილებების მომენტი, რა სწრაფად ავტორიზება შევავიდა და ეს ავტორიზება ზუსტად რაღაცებს გვალაგებინებს ახლა, გვაიძულებს, რომ შევცვალოთ ის, რაც მანამდე იყო დამალული, ასე ვთქვათ, ჭყალებში. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, რომ თითოეულ ბავშვამდე მივახარისხი, მაგრამ რაღაცა დოზით მაინც ნახეთ, ხო, აი ჩვენ რაღაცა სისტემურად ცვლით და რა თქმა უნდა მერეც სამუშაოები საჭირო იქნება, უნდა მოუდუნდეთ, ხო? აი თუ ჩვენ ავტორიზების სტატუსი მივიღეთ, ეს არნიშნავს, რომ მოუდუნდეთ შემდეგი წლები და იმიტომ რომ მერეც უნდა დავადასტუროთ იმ დროის გასვლის მერე, ისევ შევესაბამებით თუ არა კონკრეტულ სტანდარტებს. ხო, შეიცვალოთ თუ არა რაიმე. კი, და ეს ავტორიზების სტატუსიც მშობელს არ აძლევს იმის მოდუნების საშუალებას, რომ აქ კი ნამდვილად ყველა სტანდარტია და ბავშვს ინდივიდუალურად უდგებიან. და რაღაცა აი ამ ნაწილში სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც ამ ფორუმებზე რომ ვიზიარებთ, აღმოვაჩინე რომ სადაც სულებები მიდის, იქ ეს რეჟიმია, რომ სახლში მისულები მე ისევ ტრენინგებს ესწრებიან და ასე რომ ამას რაღაცა ვერ წაუვალთ, ჯერჯერობით ვერ გადავალთ ამ ამბიდან და მადლობა ყველა პასუხისმგებლიან ადამიანს, ვის თვით განვითარებაზე ზრუნავს, რომ პროფესიონალიზმი ბავშვთან ურთიერთობაში არ ავიწყდება და ეს არ არის მისთვის მხოლოდ ჰონორარის მიღების არეალი. კი ბატონო. მადლობა მინდა გადაგიხადო შენ მოსვლისთვის, ასე დეტალურად რომ გააცანი ჩვენს მაყურებელს შიდა პროცესები ბაღში. იმედია რომ კიდე გიხილავთ ჩვენ სტუმრად, ბევრი კითხვა დაუგროვდება სავარაუდოდ ჩვენს მაყურებელს. და მაგკითხვებით დაგიბრუნდებით აუცილებლად, იმიტომ რომ იმდენად ფართო მასშტაბის თემა არის, რომ თითქოს რამოდენიმე საათში ვერ ასწრებ ყველა დეტალის გავლას და აუცილებლად ვიმედოვნებ შენს მოსვლას ჩვენთან კიდევ ერთხელ. მაყურებლისგან მივიღებთ კითხვებს. ამ კითხვებზე გვექნება გარკვეული პასუხები თეკლესგან და შემდგომ იქნება სხვა ეპიზოდიც. ძალიან მიხარია. მადლობა მარიამ პირველ რიგში შენ და მე ველი შემდეგ მოწვევასაც დიდი სიამოვნებით. აუცილებლად.